კიდევაც ნახავთ სასიკვდილს თოვლის წილს ვიმოცვიოდეს ანოხიურებდეს მისდას დინარეები ხვიოდეს აღარ ვიმიტანჯებოდეს თავს ვისაშიოდეს სიმართლის გამარჯვებას ასე არც ვიხიოდეს ამოდენა დინარე როგორ გადმოიარე შენი ნახვა მინდოდა აღარ დავიგვირა აბა მოგესალმებით მეგობრებო ჩვენი დამეგობრების 55 წელია დამეგობრების 1970 წელს პატარა წიწილებივით რომ ვიყავით შევიკრიბეთ ჩვენ სამშენებლო ფაკულტეტზე მაშინ აი ეს შემადგენლობა კიდე ბევრი ვიყავით 28-30 კაცი სამწუხაროდ ბევრი გამოგვაკლდნენ სამწუხაროდ რას იზამს ცხოვრება თავისას ითხოვს ეხლა მე ვისკებ წლევანდელი წლის სის ამოგითხოვს რადგან მემავალი ამას ყველაფერს რატომღაც და მე ავიჩებთ თამადას როგორც გვაუწყობებს წესი და კანონი ამას ახლა თქვა მოეხავთ ეს კაცი მომაჭორეთ იმიტომ რომ ინსტიტუტში ჩაბარების დღიდან არ მშორდება რა ამიტომ ზოგადად გამოაცხადებდნენ ვიცოდი რომ ეს მქონდა ნიშანი ური ჯამიაშვილი всё, მაგ ჩაბარებული ზამთრაზე როგორ შეგეკითხა, როგორ გითხრა? ხარა აჯუბისა ხარ? ეხლა სათვალეები უკეთია, მე ახლა ვიკეთია და მაშინ ამბობ. კი მე ვხარ, აი ჩვენი ლექცია რა იქ არის. სად იქ მე ვხარ, სადაც მიშველები ვერ მივაგერი. ასეთი ვიყავ. აბა დავიწყოთ ჩვენო. ეს დავაყვალია. ჩვენი დღევანდელი დღე არის, დღეს არის ხულა. 11 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 25 წლის 2025 ვიმყოფებით ესე იგი რესტორანი მრავალჟამიერი წერტ შევიკრიბეთ რესტორან მრავალჟამიერში საუკეთესო კუპეში კუპეში რესტორან მრავალჟამიერში ვინ საპატიოდ არის ჩავწერო ჩვენი ერთადერთი გოგონა ყავდა მეორე კურსიდან თუ მესამე კურსიდან შემოგვება და დანარჩენი ვიყავით სულაზე ბიჭები მეორე კურსიდან ასანიძე შორენა ნებული ასანიძე არ არის იმიტომ რომ მერტყვა სკოლის მისული გარდაიცვალა სამწუხაროდ აი ასე აღნიშნავთ ამას ალადაშვილი გია ჩვენი უკლა ვერ ვნახეთ ეს კაცი ამას უნდა დაუწეროთ დიდი არები აგურიძე ამიდან ლევანისზე აგერ არის ერთმა 100 წელი ჩვენთან გოგო არის დაესწრო ეს ვარ იტყვის რა დგება ვარ ო ვარ აბა ისე ხათუ არა დავის მოგუშავა მერა არ დაგეშვალა სამწუხაროდ აცხოვოს მისი შვილი დიხამინჯია დავკრათ ეს კაცი არა უნდა დაუწეროთ თან არის და თან არ არის და იანვარაშვილი თამაზ ახლა ვარ მიყვარხარ ას შემოგევლეთ ყველას ადექი ცოტა ფერს აი ეგრე არის ძალიან მიყვარხარ ძალიან პატივსაცემი და ვერფაქრასო 70 წელს გადამოხადოს აი ამინ ამინ ამთავრები იოსებაშვილი ზაქრო
წელს გარდაიცვალა. წელს გარდაგვეცვალა სერიზაკ. მეუღლერობაზე ეცოლა ვიცოდი რა. ინჭირველი მერა. იგივე ხუხერვალდა. ხუხერვალski გადა. აკალი. მასე ჩავედით იმაში. სადაც ეთქვა. ამ სიმღერა გავჩერდა. აბანაზე ვახტანგ. ამირა ბატონო, ხაიარე ვარ გამოვსდი. უფელი ეს იყო და კეთილი იღებო გადაიბადა. და კეთოშისა. აი ეს ოჩაღვა ხო. ანტიზე კი, მაგრამ სად არის ალფაზე აღარ არის და. ბათუმელი იყო ბაღლაგელიძე გივი რა ვქნათ, ესეც ვერ ვნახავთ ჩვენი კაცი ერმი ვაგონი და არა უნდა დაუწერო. ვალოდია. ვანიდან ივიც ხონდა მეორე სახე. აი, მეორე სახე ხონდა. აი საი. აბოდიში, აი სურაზე, ვერგო ქართულში. ვაი. ამეგიზეთ. დაესწრო. რაჭველი მაისურაძეა, რაჭველი. და ბატონო? მაისურაძე ხო რაჭველი. რაჭველია, კითხე. რაჭველია. რაჯაში რა ნაოდის. ლოდარი გარდაგვეცვალა. ერთი პერიოდი კი იყო ლოდარი შავი ვოლგით რო მოგვადგებოდა ხოლმე. დადგებოდა კარებთან. კი უყვარდა ესეთი კაცობა, ხო იცი რო გახდა დილეკას. დივანი იყო და როგორ. მე დროს თელავში ვიყავ, აქეთვე ვარ ფსახში. იბადო, მომლაური გარდაგვეცვალა. მაჭავარიძე ავთო, აი პიროვნება, ესეც დავკარგე. დასვილია. ჩარლიზე ტარია. დაჯექი თუზმახარ, დაჯექი. მერტმა დიდხანე გამოვა. აი ეს რო. ნიკოლაზე კოტე დავიდოვიჩი კოლორიტი, არა გარდაგვეცვალა ეს არის. სამტრედია. რაია, ბიჭო. მამამას აი უნდა და. გეკვეხლავე საათა. მაგი იყო ყველაზე ასაკი ყველაზე ელიაბასში ჯოჯი აფიცი რამაზაშვილი ვაჟა. ვაჟა. საპატიო. კაცი, რომელიც ყველა წელს იყო, მთელი 50 წლის განმავლობაში ყოველი წელიწადი ვაჟა იყო რამაზაშვილი ერთადერთი. სპეციალური საჯუბარს არ ვაგდეს და სპეციალური დიპლომი გადაეცემა მას საქართველოს გერბით და ბეჭდით და ყველაფრით. ეს ახლა უნდა მეორე ხარისხის ჩვენს მოგვეცი. მეორე ხარისხის აი, გასასვლელია. სიგელებს დაურიგებ, სიგელებს დაგირიგებ. სიგელებს დაგირიგებ. ხო, სიგელი იყო, სიგელი. რუსთაველის საზოგადოების გამო, ფუცლის ნაგლეჯი რო იყოს, ისიც კაია. დიდრამეს ნიშნავს. საბატაზე მურმანის დაურეკე, მაგრამ არები უნდა დაუწერო დიდი. დავით შემოქმედელი, დავით ტაგიძე ჩვენთან არის აგერ. ვარ. ჩვენი ძვირფასი ადამიანი, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე. წავისი გასო, პრეზიდენტი. ყველაზე დიდი კაცია ჩვენ შორის. რუსთავის საზოგადოების პრეზიდენტი. ლოდარი იყო მუმლაური, ყველაზე დიდი კაცი. არა ვერ შეიშლო ივა. დავითი დაესწრო გასაკვირველია. თელხიშვილი თეიმურაზ პავლოვიჩი დავკარგეთ, მეთქრას ხოლოს მისი სულ. კოკოსაზე გოგირი დავკარგეთ, კარპეზიჩის. ჭოველიძე ჯემალ. ვერ ავდგები. აი ძალა არ დამატანოთ. ჯემალი ცოტა დაგვეჩაგრა, იმიტომ რომ აი ავადმყოფობა მაგრამ სულით უძლიერესი, ყველაზე ძლიერი ჩვენ შევაკეთებთ. მაგარი ალთაზე მეგახლავართ, გამიცადით. ისანი უნდა შევიდე. არ უნდა დაყარო ფახმალი, აქცეთ სკოლაში. ჯანაშია თელური ერთი წელიერას დავკარგეთ საცხოვრებლად სკოლაში. ძვირფასი კაცი იყო, ძვირფასი. ციკლაური ყოდე ძალიან დიდხანს, ცოლი რო გარდაეცვალა, სული მასიდა უნდა წავიდე ჩემ ცოლთან და რა ეჩქარება მეუთხარი ასე. რა ჩქარო, იყავი ამ ქვეყანაზე, შვილები ყავს, შვილი. არა, უნდა წავიდე. ციკლაურის გარდაეცვალა ოსტია. პურიჭამიაშვილი არის რომელი პურიჭამია? არის როგორ არ არის აგერ. პურიჭამის არაფერი გაკეთებული არის ასპერიკაცია და პოლიტიკა. რა ეს რა? მაგრამ ჩაკრული ახება.
გენო მალიანი ერთხელ ძლივს მოვიყვანენ და მის მერე ვერ მოვიყვანენ. გენო. მეჯვარე შენიყავი და. მეჯვარე მე ვიყავი, ოდა ერთხელი გასავარდა საერთოდ. უნდა მივა. ერთხელ იყო გენო, ერთხელ იყო. მეგობრები ზოგი დავკარგეთ, მაგრამ ზოგი მეგობრები აგერ შევიძინეთ, რა, ჩემი ჯემალ მალაკვაძის ასე ჩვენ სპეციალურად ჟურნალში ჯემალ მალაკვაძე ჩვენი ჯგუფის წევრად ვერში დამკომი, გამხმარე ყველა საქმეში და ყველა დაირა. დაესწრო ჯემალი. ახლა და ოპერატორი იქნება რუსთაველის საზოგადოების ოპერატორი ამავე დროს ქართული შოუ ბიზნესში რომ თქვენ ტელევიზიებში ხედავთ, აი მისი ოპერატორია. ჩვენი და ეს პიროვნება კიდევ აგრძელებ მის ბიოგრაფიას. არის პირველი სოფელი როიკო რო გაშენდა ერისიმედი, იმისი თავმჯდომარე და ძალიან დაფასებული პიროვნება, რომელმაც ემსახურა ქართულ სოფლის მეურნეობას და ეს ერთი წამ აბსოლუტურად უდაბნოში გააკეთა დაუსახლებელ ადგილას, ესე იგი სოფლის თავმჯდომარე. ერთხელ ისეს გამარჯვება ჩვენ ეს ხომახალ გამართებს ხოლმე დადო რობიდიანი მაშინ რუსთაველის საზოგადოება დაახლოებით თქვა ისრაელში, თქვა ტაოგლარჯეთში, იმაში და მეც ჩავკიდებ ხოლმე ხელს და დაუყვები და აი ეს პიროვნება ჩვენ რომ ჩვენ ისტორიასაც რომ ქმნის და დიდებული ადამიანი. ესე იგი მეც ჯემალი ვარ და მესამე ჯემალი გაგიჩნდათ. ჯემალი მესამე. ხოდა თქვენ რომ ელაშვილი თქვენ რომ მეხუთე სართულზე იყავით ეს ხო მეხუთე სართულზე იყავით მე მეექვსეზე ვიყავი მაღლა ინჟინერ ფიზიკოსი ფიზიკოსებთან ოღონ 2 წლის მერე 12-ში ესე იგი ჩვენ პერიოდში დოდარა იყო თქვენი კომკავშირის დივანი დოდარი კი ავღანელი ჯინო რო ახლა ფერედაიში ავღანელს ვეძახით ავღანელს ელაშვილი ჩვენი სპეციალური სტუმარი და დიდებული პიროვნება ასე მოხდა ისე მიშას მაგივრად არ ითქო არ მახსოვდა და დიდი ხანია თავი დაანება ეხა სასტუმროს ბიზნესი აქვს 50-ი აღვნიშნა ახლა მიწევს თამადობა და ჩემი სამი თანამშრომელი დაესწრება მან კონცერტში სამი ერთი პოეტია მეორე მხატვარია მესამე ხელოვნებაცოდნია და ხო და ახლა სამათქვენი უზარმაზარი მოვლენა იყო ქართულ კულტურაში და ახედან ულოცავ მის სულს და შენ გილოცავ და დარწმუნებული ვარ რომ ეხლავე დაურეკავ თუ გინდა და აქ მოგიყვანთ მოიყვანე მიშა ელაშვილი აი მიშა იყო ჩვენი სურპუშას ვეძახდით ჩვენი დიდებული არავები იყო აი ახლა მე მომანდეთ ეხლა შენ დაგნიშნო რეზო მეუბნება მეო ჩავაგარგებო ახლა დღეს რადგანაც აქ მესრება რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი ბატონი დავითი მე ვთხოვ მას მწერლებთან და იმასთან თამადობს დიდებულ პიროვნებებთან და ეს ლამაზი სუფრა ვიქაბარეთ ჩემო დავით საიუბილეო უცდურად შვიდად ლამაზად ჩამოტარებინე ზოგჯერ ფეხი ამოგეთ, კარგია, მეგობრებო, ფეხი ადრე ბავშვობაში ხომი ბაჟა რაც მერია დაჭდები და მე ადგომა ეს მაგალითად რომ გადავედი მოვიდივართ და ახლა დინდარული 4 საათი ბატონას ჯევა შეარული მიჭის მე უდა ბატონს ანებე თავი კავკასიონს შევხედავ ასე ათვიდა ბატონი არა თარა თქმა უნდა ჩემი არის სასწრაფო სამასიმე მოუსმინო ჩვენ ბევრი ბედნიერი წლები გვაქვს გატარებული ცხოვრებაში წარեց მაგრამ
ის დღე როცა ჩვენ ხვდებით ერთმანეთს და ჩვენი ცხოვრება ყველაზე ამაღლებული წამები ყველაზე რაღაცა ღვთიური წამები და არ შემიძლია მე ახლა უფალს არ უხსნა მადლობა რომ თქვენ ხედავთ თქვენ ჩემთან ხართ და მე თქვენთან ვართ ჩვენ 13 მიგვიღია შეიძლება 2-იც 4-იც მაგრამ ჩვენ ცხოვრება 2-5-იანი დაგვიწერა 55 წელია გასული რა ჩვენ პირველად ერთმანეთს ხელი ჩამოვარდნით და ამ 55 წლის განმავლობაში ერთი წამი არ ყოფილა რომ ჩვენ ერთმანეთის სხვაში ვერ შევხედა და ჩვენ ერთმანეთზე ხინჯი გქონოდა ეს შეუძლებელია დღეს როდესაც ამ სიძულვილით სავსე ცხოვრებაში გვხვდება ჩვენ ყველა ცხოვრება ყველაზე დიდი გასაფრთხილებელია რუსთაველი ახსენა და ვეფხის ტყაოსანში ქინათი მეფე თავის სარდალს ერთადერთ დავალებას აძლევს ერთადერთ თხოვნას რომ წადი და მეგობარი მოძებნი წადი მოქმეძებნი წადი და მეგობარი ძებნი მთელი პოემა გენიალური პოემის მეგობრობაზე წერს ჩვენ არ დავწირები ამ დადგა ეს ჩვენ ბატონო ავთანდილი და ნახევა მთელი მსოფლიო მოიარა ჩვენ არ დავწირებია მთელი მსოფლიოს მოვლა ამის საჭირო იყო რომ იმერეთის მეგობარი მყოლოდა მეგრელი კახელი და საქართველოს რაჭველი და საქართველოს ყველა და არ დავწირები ამის საქართველოს შეიკრიბა საქართველოს პატარა საქართველოს სამწე ჯავახეთი პატარა საქართველოს სიმბოლოა ნეტა ჩემ სამშობლოში მთლიანად და ნებისმიერ კუთხეში იყოს ასეთი სიყვარული და ძმობა და მეგობრობა როგორც შეხარა ამიტომ ახლა პირველი ამ სუფრაზე ჩემ გვერდით იქნება ავთანდილი რომელმაც მეორე ჩემს ვერ გააგზელებ შენ გარდა ამისა მე თქვათ არა სხვას ვამბობ ახლა მე უბრალოდ შეიძლება პირველი წიქავიყო მაგრამ აქ თამადობა აქ საერთოდ სიმბოლურია ყველა ჩვენ ას გამოვთქვა ეს ისეთი მომენტია თუ არ გვექნება სურვილი რა თქმა უნდა ეს სხვა ამბავია მაგრამ თუ სურვილი გვექნება ეგ არ იქნება ერთი ადამიანის მონოლოგი და მონოსპექტაკლი აქ ჩვენ ყველა ვისაუბრებთ და ყველა ჩვენი საქმე გვექნება იმიტომ რომ ჩვენს ხრებზე 55 წელი დევს მობის და მეგობრებს ნამდვილად ასია ხო ამიტომ ახლა სად და რა უნდა ვახერხებთ თუ არა ხერხელება არა სადღეცელებელი ჩვენ ვარ დიდება უთხრათ უფალს ამინ დიდება უფალს რომ ჩვენ ამ ჭირში ამ გაჭირებაში ზოგჯერ ჯოჯოხეთში ზოგჯერ სიხარულში გამოგვატარა ისე რომ კაცობაში არ შეგვიძლია და ის შეგვიძლია რომ ჩვენ არ გავტეხოთ ჭადი და ყველი თუნდაც და ერთმანეთის ოჯახები და ჩვენი სრულიანი და ცერებიანი საქართველოს დავлоცოთ ამიტომ დიდება უფალს რომ ჩვენ საოცარი ქრისტიანები ვართ ქრისტიანობა არის მხოლოდ და მხოლოდ თანაგზნობა სხვისი ტკივილით გაზიარება და ღმერთმა ჩვენ ტკივილი აღვაშოროს და დიდება უფალს და დიდება საქართველოს და დიდება ჩვენ ძმობას ამინ ამინ დიდება უფალს შებეთოს მისირავდი და ქრისტიანული ერთი 30 წელი ასე შეგვიძლია აბაზა პირიქით აი როგორ ხმოვება ისე მოგმატებოდეს და 30 კაცამდე ავსულიყავით ისე აუცილებლად ყველაფერს მადლობა უთხრა ძალიან თუ რამდენის ორი სიტყვით კი არა აუცილებელი დიდება და მადლობა ყოველ ხუთწელიწადში აღნიშნოთ ყვალი თარიღი კი ალბათ ძალიან მიღებულია მოიცა მოვა ის ეს ჩვენი ძმობის და მეგობრობის საკითხია მართლა არ ვიცი უაღრესი საქართველოს ისტორიაში ასეთი ფაქტი რომ პირველი წლიდან დღემდე ჩვენ ხვდებით ერთმანეთს ვახსოვს ერთმანეთი და როგორც ის ცხონებული ერთი ქართველი კოლორიტი ამბობს რომ მეგობრობა კლუბას უტოჩინია ჩვენი მეგობრობა ასე არის და ყველას გახსოვთ რომ დათათუთაშხიაში როეუბნება ერთი პერსონაჟი მეორე პერსონაჟი
რომ ჩემს საკეთებელსაც და შენს საკეთებელსაც ჩვენი ძმობის სიწმინდე ჯობია უშინებდა. მართლა ჩვენი ძმობის სიწმინდეს თავმოწევს. ამინ. როდესაც ირგვლივ ასეთი სიძულვილია, როდესაც სახელმწიფო მიგვატოვა და ყველაფერმა რა დარჩა მეგობრობა და ადამიანური ურთიერთობა. არავის იმედი არა, ჩვენ ერთმანეთის იმედით უნდა ვიყოთ. ჩვენ ერთმანეთის ხელი უნდა ვიყოთ. მეგობრის ხარზე გადადებული ხელი უნდა ვიყოთ. ჩვენ ყველგან წირთი-ტალქში როგორც ფიცი, ისე უნდა მივცეთ ეს ერთმანეთი და ასე მოდიოდა ჩვენი ცხოვრება. ეს იყო რაღაცა უნიკალური შემთხვევა და მე ბედიერი ვარ ისე როგორც თითოეული თქვენგანი აი ამ მეგობრობის სიწმინდით. მე ბევრს არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ბევრია სალაპარაკო, მაგრამ მინდა რომ თქვენ ცილაპარაკოთ და კიდევ ვამბობ ერთი ადამიანის მონოლოგში არ გადავიდეს. მოდი ამ სიწმინდის გატარებულ ჩვენ წმინდად გატარებულ წლებს გავუმართოს, კაცობად და კაცურად გატარებულ წლებს გავუმართოს. ამინ, ამინ. ამაზე სიტყვებია აქ ვინც ვართ ამ მაგიდასთან შეკრებილი და ის ხალხიც ვინც არ არიან და ჩვენი მეგობრები არიან, ყველას გვირფასი და ლამაზი ოჯახები. ლამაზად გავლილი ცხოვრება. ჩვენ სილამაზეს სიმდიდრეში არ გაარჩევთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდრები ვართ. სწორედაც რომ არა ჩვენი მშობლების აი ამირანი ამბობდა, სწორედ ასეთი ხალხი იყო, ასე გზრდიდნენ. მხოლოდ ერთმანეთის სიყვარული, პატიოსნება, ერთგულება, სამშობლოს სიყვარული ქონოდა და უფლის მწმერა. აი ამას მიუყვებით და ჩვენი გავლილი გზას უკვე 72 წლისანი ვართ, ან ცოტა მეტის, ან ცოტა ოდნავ ნაკლების, სწორედ ასე გაგვილია. ვინც ახავართ ყველა ჩვენგან. ამიტომ ეს მიამაყება რომ მე თქვენი მეგობრები, რომ თქვენით მე ვამაყობ და თქვენს მე მეგობრად დამიყენეთ გვერდში. ამ ჩვენს მეგობრობას, ამ ჩვენს სიყვარულს ნამდვილად გავუმარჯოს. ერთმა გამოცადა უკვე 55 წელიო დავითმა თქვა აგებს ლამაზად, დაგვაჯილდობა 2-5-იანით. ახლა ამას მიყვეთ 2-7-იანი, 2-9-იანი და ასე შენი ცხოვრება. ან 3-5-იანი. უბიებად არ გავა გასო ვერ გავიგე. მემეტება. აი, პოტვი მაიც რა. ვიკაცო. ურსლაი მოხდება. ამ მეგობრობას გავმარჯოს. მეგობრობა გზათა ხიდად, ბატონო დავით. ძალიან ლამაზი ნათქვამია, რომ მეგობას კი არ უნდა შეხედო თვალებში, მეგობას ჩახედე მეგობას თვალებში. დიახ. ჩაიხედე უნდა ჭულში. არა, ბოთ შეხედავ და მიხდები რამდენი ქვენო დარჩა, მაგრამ ჭულში თუ არ ჩაიხედე, ასეთი სიღმისეულია. ეს რატომ არ შედარება, რომ ჩახედვა ჭირდება. შეხედვით, ყველაფრის დანახვა შეიძლება. ჩახედვით, უკვე გულიდან უნდა წამოვიდეს იმ ცნობამ და იმ სიყვარულმა. ზუსტად ის მოგვანიჭა ჩვენმა წინაპარმა, ის გვასწავლა იმ ოჯახებში გავიზარდეთ, სადაც გვესმოდა ეს სადღეღოება, სადაც გვესმოდა სტუმრის მიმართ პატივისცემა, ერთმანეთის მიმართ თანადგომა, სიყვარული, შრომა. ხოდა მე ვამაყობ ვერც თითოეული ქვეყანას ამაყობ, რომ ღმერთმა ინება, რომ პროვინციებიდან, სოფლებიდან ჩამოვედით ფაქტიურად ღარიბი, ლეხი ხალხის შვილები და მოვხდით ერთი. ამ სიწმინდემ ჩვენ ღმერთის ოჯახში არ გავიზარდეთ, არა სიწმინდე ერთი, ღირებულება ერთი იყო და იმ ღირებულების გარშემო უცებ გავერთიანდი. მე მახსოვს პირველი კურსიდან გავერთიანდი, ვიცით? და დღესაც ის გონებაში მაქვს ჩარჩენილი და სიამოვნებელს. პირველად იმიტომ რომ ჩემ ბავშვობაში იმიანეთი სამეგრელო გურია ესეთი რაღაცა, მაგრამ კახეთიდან ახლა ჩაჭარა ცოტა შორს და ესენი რომ გავიცალეს ხუთი კაცი კახეთი ხალხი თორები არა ხო პლანეტელი იყო იმ შემთხვევაში შეედება რომ სიამოვნება მივიდა დღეს ის ამ სიამოვნებას ეუბნება. მეგობრობას გავუმარჯოს ბიჭო. ზუსტად იგვიან მოდიშის მეგობრობა ჩვენ რაღაც სხვანაირ მეგობრობას გავუმარჯოს. ავიბადეთ ამ ქვეყანაზე ისეთ ატმოსფეროში რომ მაშინ მეგობრობა ძალიან მაგრად იყო, ჩვენი მშობლები, ჩვენი ურთიერთობა იყო, ახლობლობა იყო. და მე რატო ვიზახი ახლა მას? აი ეს
და ჩემი შვილები და შვილიშვილები ყავს, რომლებიც დღეს განათან ყველას ყველა ახალგაზრდობა განათან ეცნება ამ აი ესეთი აღარა ახლა რა უნდა საზღვარგარეთ შვილებს რა უნდა ისულის ახალ ცხოვრობენ პოლიტიკა ხარაფეშია შეაბარა აი ეს ხულიქია მე რომ რა ვიცი მე თქნასო უხედეს და უხედეს მობილებს ამინ ნესოდა მიცა დაიძახა მეც შესავალი კაცი ვიყავ აშენც მიწადე გადაგაცემს სიმრავლეცე სანამ ცერთა სიმრავლე მიწა გადაგაცემს სანამ აი ეს სიყვარული არ გაგონებდეს ეხლა ჩამოვედი და ჩამოვდივარ ხოლმე თელავიდან მაგრამ სტალინგრადიდანაც კი ჩამოვედი რომ აი ამ დღეს და აი ესენი მენახნა და მისგებთან გადამეკოცნა მოდი აი ამ სიყვარულის სადღიზელობი და აი ამ მეგობრობას და ამ სიყვარულს Ben bir çetem memnunda sabalot zaraz გაუმარჯოს რაც მე პოშეგული არც მოვიდეთ არა ვინ რაც გაგვავა ძალიან თვითა მოსული თვითონ ეს ძალიან ვისაც გავწეული ცოტა ხმამაღლა თინჩი ჩაწერა იმაჩნიერო ის უკეთელი რაც დავაგარეთ სტუდენტობაში ეს იყო ჩემს ცხოვრების საუკეთესო წლები არაფერი არ გვევალებოდა არაფერი ერთი გესწავლა და დასწრებოდი ეს იყო ჩვენი მე განსაკუთრებით კიდე სხვანაირად არ გამიგოთ მაგრამ მე და გახოთ ცხოვრობდით სულ ქალაქში ის კიდე სულ სხვა ბურბური იყო რა აი საოცრება 2005 წელს აფხაზები რა ვერ ჩამოთვლი საქართველოში ინგლისური კუთხეს ვერ ჩამოთვლი ქისტები სავსე ნუ ესე იგი აი უნდა გაგეგო და გენახა გასწრებოდა სწავლობთ ჩვენ მეგობრობას და ერთ აგზელებული ყოს დიდ ხაზითას იცოცხლე აი ხარეთ ნამდვილად თუ შეიძლება მე მინდა გითხრათ პირველ რიგში უნდა მოგილოცოთ უნდა დაგლოცოთ და მოგილოცოთ რა აი ეს 5 წელში ის თქვენი დამეგობრება რაც იყო და იმის შემდეგ 50 წელი რომ ყოველ წელიწად შევხვდე ერთმანეთს მიეფერო ერთმანეთი დააფასო თბილისით ყვაუთხრა გაიგო ერთმანეთს ჭირვარამი უმეტესად რა ვიცი ყველაფერი ხდება ადამიანის მობაში და ერთად ყოფნა ძალიან ჭირდება ადამიანს საერთოდ ყოველთვის და აი ამ გნობით ამ სიყვარულით ალბათ სიმან გამოიწვია რომ მე თქვენ შემოგიერთით თორე თქვენთან 50 ნამდვილად მე მინდა სათითაოდ ყველას მოგილოცოთ დაგლოცოთ ყველა ყველა კარგად იყავით ჯანმრთელად იყავით მაგრამ მე ჩემი სურვილით ჩემი ობით და ჩემი ადამიანებით რადგან თქვენ შემოგიერთით იგი ნამდვილად მე მინდა რომ დღეს შემდეგ 50 წლის შემდეგ თქვენთან ერთად ვიყო ნამდვილი წევრი ისე კი არა მაგრამ სიაში შეყვანილი მაგრამ უხერხულად ხანდახან თავს და მოდი ამაღამ მე გადაწყვეტილი მაქვს რომ სათითაოდ ყველას მაგივრად მე გადავეხადო ეს სუბრა სხვანაირად არ ჩამოვარდათ მე არ მივიღებ არც ერთ უარს დიდი პატივი ჩემი თხოვნა არის რომ ნამდვილად ჩემი გუნდი საგუნდად იყოს და თქვენთან თანასწორი ვიყავით 50 წელია ნამდვილად მე სადღაც უნდა მოვყვე და ერთხელაც გადაიხადე შენ არ დამოწყებია არა ეხლა სათითაოდ მაშინ არ მომეცით იმდენად თეანად რო გადავეხადა არა ვარ სტომარი ეს უშეთ ამის უფლებაა არ მივიღებ ოარს არ მივიღებ შემდეგ წლებში რატო იცი მე თქვენთან კიდე უნდა მოვიდე კიდე უნდა ვიქეფო კიდე უნდა გიგო და გამართულად უნდა ვიყო და ჯემალ მოდი კიდე ერთი ბიჭი მოიყო არა ორ ბიჭი რო ახლა ერთი წელი გავა თორემე გავიჭი და მოვიყო ახლა მუქთად სათითაოდ ყველას გეფერები სათითაოდ თქვენი მეობა თქვენი ადამიანობა თქვენი ვაჟკაცობა მე კაცობად და მეობად მიმაჩნია ამდენი ხნის
განმავლობაში რომ ერთი მეორე პატივცემდა სიყვარულით ხარდა. მე აი ამიტომ მე თქვენ სათითაოდ გეფერებით და გესიყვარულებით. დღეს შემდეგ აი ამ უფლებით თქვენ მომცემთ რომ მე თანასწორი ვიყო და აბა ახლა მე იქ ვერ დავждები მე ხოთე იმაზე კურსზე და ვერ მოგეწევ. კარგად იმარ. მოგილოცავ დღევანდელ საუბრო თარიღს და წელი გავიდა დამთავრებიდან. მოხდა ის რომ 50-ს გალერეა არის. ხოდა ჩვენ აღვიქვამთ ისინი დამთავრების სამარხის. აი ეს არის ამდენად რა არის სიდაღასთან ჭეშმარიტებას აღგვაქვს. კეთესა. მე ის რომ ჩვენ ხდებით ასე ხშირად ერთმანეთს მე თავიდან მაგალითად ჯერ აფხაზეთში ვიყავი, დასვილი სკოლები მოიწე, მე ორჩენ ჯარში ვიყავი. ნუ რაღაცა ისე მოხდა რომ მე შემოვიერთი აგერ ერთ შვიდი ვაწელი გავიდა და მე შემოვიერთი ამ შეხვედრა. მოდი მასვე სტილო არ გავასტინო ავტომობილის ის გაფრთხილება არა ახლა თავაკოლაში მომბარა ამასა 80-ზე მოგდივარ მე თქვა აზია საუბარი უში ჩამოვედი მემსი გასაკეთებია და შვილებს თქვა არა გორშემაზე გადამიტანეს იქ დავბრეკე აღონდა გამეკეთებია უძეს ერთია დარებია ეს მან ამოსა გადაგიღავენ ჩვენ არის ყველას იმიტომ ეს არის შეგიძლია შენ იმას არ აკეთებ აი ხმა მაქვს შახრინწული სამადოვად წია შეგიძლია სიმღერა მაიწყი გაჭოლო სიმღერა ის რაგვარი სადაც ახალო რაფერ ხარ როგორ ხარ ვერდით რომ მოშორებით იმის ჭამა დაიწყო და ეს შენ სამშენებლო ფაკულტეტი ხო არ დაგიმთავრებია შემთხვევით ისო დაიწყებ ჩამოტარებას რომ ადგილი თავისუფალი დატოვებ რომელი ვარ კი არა მოვადაცის ხვიცი დაგიძებს სამშენებლო ფაკულტეტი ხო არ დაგიმთავრებია 1975 წლებში ადგილი გამოვიდა ლიგო სამშობლო რა თქმა უნდა რომ დაამთავრეს შენთან ვინმე სწავლობდა ხალხი თუ მარტო იყავით გუბში სწავლობდე ვინა ვინ გახსოვს აბა ერთი სახელი მითხარი იქ ჩემი ბიბლიოთეკა გიცნო თუ ვერა მითხარი ყო ეგ მეორე ჯგუფი რო ყავდა კიდე იქ თამაში იანვარაშვილი ვაჟა ვერ მოტვინა ვინა ავტოგავთაძე ვაჟა რამაზაშვილი გახსოვს არიელი გახსოვს ჭედლიძე მაღალი ამირან ბაკურიძე ჯემალი ჭოველიძე მერაბი პურიჭამიაშვილი თუ გახსოვს ვახო კაპანაძე გახსოვს ჯემალ ჭოველი მერე კი შოიძახი რატო არ მოდიხარ ჩვენთან აქ ყოველ მეორე შაბათს მოვხდებით ახლა 55 წლისთავია ჩვენი შეხვედრის ანუ 50 წლისთავი რას დავამთავრეთ ინსტიტუტი აგერ ვართ ახლა აი ხამადა არის დათო ტაკიძე გაიხსენე ხუმბუშელა ო ჯემალი ჭოველიძე უზის გვერდზე მერაბია ჩვენი არიელი ჭედლიძე ვაჟარავა მე ავთოვარ გავთაზე თუ გახსოვს ასეთ თუ გახსოვს როგორ არ გახსოვს მოკლედ აი ეხლა დაიხსოვე რა ჯემალია ჩვენთან კიდე ჯონია ელაშვილი ხო ხარ შენ მიშა ჯემალის იცნო ელაშვილს არა ჯონი შესვაგირად მე ვარ ეხლა ჯონი იცნო სადამ ეგაც ო აი ეხლა თხოვე ჩვენ და გრიბოედოვზეა იქ თვილი ორთაწელა დაიდეს ტაქსები ყოველ წელიწადს ხდები ახლა რესტორანი რავალჟამიერში აგერ იმერეთი როერ დაძეგი ტაქსზე და გამოდი ეხლავეო აი გამოდიო ჯონი გეუბნება აგერ თამადამ თქვა თავაზი აქ არის მერაბი აქ არის და ყველა გელოდებით თუ არა დაიმახსოვრე ოქტომბრის მეორე შაბათს 4 საათზე ვიგრიბებით პირველ კორპუსთან იქ დახვდებით ყველანი ჩაიწერ ვინ ცოცხალი უჩვენ ჩაიწერ ეხლა კარგად კარგი აბა შენიც გელოდებით გაისად 4 საათზე აუშვება ეს თუ მოხვალ ხო ახავარ და ახავარ ლომია 50 წელია მიშა ჩვენ ასე ვიკრიბებით 10 კაცი 15 კაცი დღეს 12 კაცი ვართ
შენ თუ მოგვემატები კიდე 14 გავხდებით და ასე შემდეგ. ოქტომბრის მეორე შაბათი 4 საათი გეპეისჭი აი როგორ ხარ აბა თუ იხსნობ ახლა აბა თუ გვიცნობ ჩვენ ჩვენ გიცნობთ და შენ თუ გვიცნობ ჩვენ აბა ვნახოთ მიზეშედეგობრივი მომენტი და ეს დიალექტიკის კანონია და განვითარების კანონია. ამიტომ თქვენს უკან არის თქვენი ოჯახები. დიახ, რა თქმა უნდა. რომელიც მართლაც აი ის წმინდა ოჯახებია. სხვანაირად ეს შეუძლებელია. ოჯახის სარკე ხარ თქვენ. აი გალაქტიუს მაგალითად ნაციკასამეთყოლებია თანამედროვე ოჯახები. რომ ამბობ შეთადგილად რა მასზე გულდამწყვეტი მეტეხოდა დიღმის ველო არის ოჯახები, მაგრამ ეს არ არის საქართველოს. ანუ დაინახა გენიოსმა რომ არის ოჯახებიო. როდესაც და თქვა მან რომ ესე იგი კი არის ოჯახი, მაგრამ არ არის საქართველოს. ანუ ოჯახი არის საქართველოს მცირე მოდელი. მე მინდა თავი დავხაროთ თქვენი ოჯახების. აი ხარეთ მითხებძოლოთ ოჯახი და ოჯახური სიმწიცე. რადგან ეს ოჯახი ყოველი ადამიანი თავისი ოჯახის დესპანია და ყოველი ოჯახი კიდევ თავისი სამშობლოს დესპანია. მე ასე მოკლედ ვიტყვი ამ სადგეგრძელოს და თავს ხვრი თითოეული მათგანი სრული ოჯახის წინაშე. ჩაანი სიმღერე და ხანდახან შეუძლებ ცოტა განსხვავებულებს საზოგადოებაში რა თქმა უნდა. მადლობა ბატონ თამადას დაგილოცავთ იმ ძვირფას საკრალულს ჩვენთვის, რასაც ჩვენი ოჯახები გვია, თქვენი ოჯახები. ჩვენ ბევრი ერთმანეთის ოჯახებს ვიცნობთ, იმიტომ რომ ხონდა ახალგაზრდობაში და პერიოდის ისეთი იყო, რომ თავისუფლად მივდიოდით, მოდიოდით, იყო ასეთი ისა, რომ ჯგუფელები ვიყავით ვაჟასთან ოჯახში, ვიყავით არიელთან ვარ ნაყოფი, ვიყავით მასთან, რა ქვიან, ჩვენთან ზესტაფონში, ვიყავით ციკლაურების ოჯახში, თამაზი ამამაშვილის ოჯახში, ხორჭილში ვიყავით და იქ დიდი თავგადასავლები იყო, ძალიან დიდი თავგადასავლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ზოგიერთები ერთმანეთის ოჯახებს ვიცნობთ, რაღაცნაირად კი ვთქვით გასულ წელს, რომ მოდიო ეს 50 წლისთავი რაღაცა სხვანაირად აღვნიშნოთ, ვიფიქრე, საწავიდეთ, როგორ წავიდეთ, იქ ქარიაო, იქ ჭვიმაო, მე დათოსას ვესაუბრე, რა ვქნათ მეუხარი, ან მეუღლეები, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ ალბათ, რომ ერთხელ ჩვენ რაღაცნაირად გაფართოებული წრით შევიკრიბოთ. არ არის აუცილებელი, არ არის აუცილებელი მაინდა-მაინც გაისათ ამ დრომდე. ეს შეიძლება ერთი უსახუთრები, ერთი 4 ზუმან შემდეგ. ბიჭო, შეგროვება არ დაგჭირდება? მოკლედ. უკან არ დაიხიო მე რა მოგაგებით იქ. ოჯახს, ვიფას ოჯახებს, შვილებს, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს, ზოგიერთებს უკვე შვილთაშვილი წყალ. მერთხელ ხერხზელობა მოხსენეთ. არავის შევწყვით გაზოვა. შეიძლება მავს შვილი უნდა ყავდეს. სიხარული შვილი ხავს 20 წლის. აჰა, რა გადაჭა შვილთაშვილამდე. 19 წელს ჩემი. უკვე უნდა იყოს 2 წლის შვილთაშვილები უნდა ყავდეს ორივე. ხერხზელობა. ის ისტორია. ავთო ის ისტორია მოყე ხო კატა გავკვეთს. შოდესოლოს მოყვე. ყველაზე კატა იყოს მე ასეთ ესებს შეკვეთით. ოჯახები და ბატონმა დავითმა სწორად თქვა რომ ქართული ოჯახი არის პატარა საქართველოს. თუ ქართულმა ოჯახმა ის ადათი წესი სტუმრის მიღების ყველა პრინციპი არ დაიცვა, მაშინ საქართველო რა არის? საქართველო არის ოჯახებისგან შემდგარი ქვეყანა, რომელსაც საქართველო ქვია. და ოჯახებმა ძირითადში ჩემი გაგებით 90% გლეხები იყო, გლეხური ოჯახი იყო საქართველოში, რომელიც ვაჟკაცობით, სარწმუნოებით, სიმღერით, ცეკვით, ადათი და წესით დღევდის მოიტანა საქართველოს.
დღეს ცოტა ცხოვრება, ბევრი საშუალება მისცა ჩვენ ხალხს, ქართულ ხალხს და მაგ რაღაცები არია და ჩვენ არ მოგწონს და მართლა არა მოსაწონი რომ რაღაცები თუ არ ძალაგდა და თუ არ მოექცა რაღაც ჩვენებურ ჩარშოში, რომელიც ჩვენ კი არ ვარ, ჩვენი წინაპარია და მათი წესებია და იქიდან კაბუკაშვილის აკასეთი ნათქვამი რომ საქართველოში ახალგაზრდობას წინაპართა ყივილი რომ დაავიწყებაო, ის უკვე საქართველოა. იქ უკვე ქართველობას არ არის არაფერი. ჩვენი მთავარი ამომროვლი არის ჩვენი ფესვები, რომელიც მუდამ გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ხე, რომელსაც ფესვის გარეშე მორია, ან შეშა, ან პიცარია. არაფერი არ არის. ჩვენ ვართ ხე, ცოცხალი ხე. ხისი ვართ. და თუ ის ხე იქნებით მუხა, მაშინ გამოვალ ვერ მუხა, ხომ იქიდან არ ხომ? ამირა ხისი მაგლე ფესვებით იზომება. ხო, ფესვებით იზომება. აი ზუსტად ისე შემოვიდა მაშინ რაღაცა ეს რასაკეთებოდა. და რაღაც განსაკუთრებული მინდა და ახლა ჩემი ფანტაზია რაღაცა რომ ამ ცხოველის წინაშე რაღაცა განსაკუთრებული რაღაცა და ეთიხი ჯამი ვფიქრე პირველი განსხვავება ეს ეთიხი ჯამი ხო და ვფიქრე რა ვთქვა და დაულოცე წინაპარი ამ გოგონაში რომები რომ მე ახლა რასაც ვილაპარაკებ გოგონას რომ ისე გადავთარგმნე რომ მიხდეს ახლა ინგლისურთან თავისებურისა ხო შეიძლება ქართულად იტყვი ისე ვერ და რა დამემართა იცი მისა რომ გამსხმოდა ახლა როგორ აიცი სადღეგრძელო როგორ შეიძლება რომ შევცვალო ეს სადღეგრძელოს წინაპრების რასაც დავუნებდი და ვიფიქრე ახლა ასე თავი ავწე და მეცები რომ გამოსავალი ვიპოვა ამ სიტუაციიდან უნდა გამოხვიდე რა სუბარია უცებ მომივიდა ღმერთმა გამინათა გონება მეუთხარი გოგონა მუხა იცისო დავინახეთ ეს ხალხია ჩვენ რომელსაც ვიყავ ჩვენი ფესვები და ეს ფესვების ერთ-ერთი ნაწილია რომელშიც ჩვენი შვილები იძლება რომელმაც ეს ფესვი არ უნდა მოყურებს რასაც ჩვენი წინაპარის ხილი ქვია აიხარეთ ბრავა ჟავიერო ბრავა ოჯახი აიქნებოდა არჩვილები და არჩვილები აიქნებოდა უმრავლო საქართველოს ისეთი ლამაზი ოჯახები რომლებიც ჩვენ ახ და ჩვენ აიქნებდა საქართველოს მრავალი გახდეს გავუმარჯოთ ჩვენს ოჯახებს ვიცნობ მიახლოებით მაინც ასე თუ ისე და რა ვიცი აბა სიკეთე ახალება ბენდიერება ყოველივე კარგი გქონებოდეთ ესე იგი ჩვენს ოჯახებს მეგობრებო და სიძლიერე ოჯახებში ყოფილიყო დოვლად არაკა სიხარულის ყველა სიმრავლე და გამრავლება და გახარება დაგესურვებ მეტი ყველანი ჩემი მეგობრები ხარდა კარგი ოჯახები წარმომადგენლებს ხარ ნამდვილად ასია მე აქ არ მოხდებოდი დღეს სამწუხაროდ კარგად იცოცხლე აი მაგას დავშვენდებოდა ახლა ბუხენვალს კი ნაბართ აუ ყველა შეძვის ვერავინ ეს რა დააჭერიებ ჩემ თავს და სიმღერა იმაში რა სიმღერა გაიშმერა ყველა გაიშმერა შედი თუ მომისმენ მოსმენ რაღაცას გეტყვი თუ არ მომისმენ და არ ვიტყვი მოგისმენ აი ხა მომივიდა აზრად რომ ეს ოჯახის სადღეგრძელო საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სადღეგრძელოა და აგერ საინტერესო ის მოყვა რომ იმან ვერ გაიგო უცხოელმა რა არ არის იქეთვე რა სხვანაირად ესმით ეს საკითხი მაგათ ვიტყოდი რომ ბიბლიაში რო წერია ცოლი მიეწევება გვარ და იქნებიან როგორც ერთი ქრისტიანობაში ეს განმეორებულია
ესეა და ესე იგი ჩვენ ესე წარმოგვიდგენია ქართველებს რომ ის ოჯახი რომელიც მერე ერთი უნდა გახდეს რა აი იმის სიმბოლოა ეს სადღეგრძელო მე მგონია ამიტომ არის ესე პოპულარული ჩვენი ბიბლიის და სახარების იდეებს მეთანხმება ერთი სადღეგრძელო არსებობს და მე უნდა ვთქვა არა მოხსოვნამდე ერთი სადღეგრძელო უნდა ითქვა არა ჯერ ერთი სადღეგრძელო ახსოვნამდე და მოვიდე ბიჭები დასული არიან აბირანი და ის არის ესე იგი სიას რომ წერდი აი ასეთი თანაბარი ასოებით ასე ვწერდი ღავთაზე აი ამასოს რეაქციას ყურადღებ ჩემს მერე იყო ციკლაური აი ესე დავწერდი ციკლაური ვაჟა შენი ჭირი თანაბარი ასოებით მაგ ასე შევშებული გაიოზი მოვიდა ერთხელ სამჯგუფს გვეკითხებოდა ლექციები აბა ერთი ჯგუფება მოვიტანით ერთი ჟურნალები შეუდა მოვიკითხო თავის ხორებაში არა მოვიკითხია ვიტანა ერთხელ მეორე მესმი ვიტანა ეგლა დაიწყო წია ასანიძე ისა რამაზაშვილი ყველა ჭოველიძე და ჭოველიძემდე არ იყო ჩასული ჩავიდა ეხლა და ამ ჩემ გვართან გაჩერდა წავთაზე რომელი კაცო წავთაზე აი ახლა ამას აუ დამარტყა თავში ახლა არ გინდა გაი დუსაგავდა მე მგონი დავთაზე მაქვს არა ხმები გამოგეწერინა მე აი აგერ იმით დავწერე ეს ხოდა მე უთხარი პაპიშებულა ღავთაზე ვარ მეთქი აუ ერთი მოდი ახლა მივედია დავიარეს რიგები და მივედი გაიუზოსთან დავდექი არა თან ეს 90 კაცი მომჩერებია რასო და მწვენია რა არა ერთი მითხარი ესა ღუს უბრალოდ გავსო წოსა ხა გამოვეწყოდი ახლა იმას ღუს უბრალოდ გავსვეთქი მე უთხრა მე რატო დაწინა კაცო წადი ახლა დაჯექი და მეორე თან დაწერო ასე მაშინ კიდევ შეხლა თა იმიტომ რომ ახველიაზე გამოდის მოვბრუნდი ახლა და მივდივარ და რიგლაური ჩემს მერე იყო მაინდა-მაინც ეს სიგლაური. რიგლაურია მოიგიქა, რა შავა დავესი მე. რიგლაური რომელია კაცო, რა გვარია ეს? ოფრუდი. არ მისაგულო სიგლაური უნდა იყოს. შევინა ყოფილ ხარ კაცო, მესხუბება ახლა რა. ღუავსაც წვავს შეწერა კაცი, მესამე კურსზე ხარო შენაო. შემდეგ ლექციაზე 12 გვერდიანი გვეული აიღე 12 ფურცლიანი ნახევარი შეავშე ღუებით. ნახევარი კიდელა წვევით და მომიტანეო. ნახალაბას გადავჭივი, დასჭივი ვარ. წამოვედი სახში. დავჯექი ახლა შემდეგ ლექცია მეორე დღეს მაქვს თუ მესამე დღეს. ავიღე 12 ფურცლიანი ახლა გაიოჭამკეთას ესთან გართულება საქმის რას ნიშნავდა? ნუ ნიშნავს ვერ მიიღებ. დავჯექი ექვსი ფურცელი გავავშე ღუებით. მეორეს ჩამოვყევი და წლები არ გახსოვთ ეს ფურცელი მეორე ლექციაზე რვეული მიუტანე შემოვიდა თუ არა გაიოს ჭამკეტაზე ავდექი და მივედი აი პატრიცემულობეთ და 12 ფურცელი ეს რა არის გასულ ეს მე უთხარი სიარვა მოიკითხე და ღრები და წლები რო იყო არეული შევავშე მეთქი ესა და გადავშალე ახლა ეს თოსავშე წუები როდენა ამდენი და ღუები გადე მოკვდა სის აი მართლა დაუწერია გასო ღუები და აი სავადიეროს ვერე ლექციაზე თამამად გავედი მეორე მქონდა დიდი ისა იმასთან პირველი კურსია და პარტიის ისტორიას გვასწავლის გუბელიძე. აი გუბელაძე. ახლა მისი ბიჭიც მეგობარია ჩემი და მე ისიც ჩემი დიდი მეგობარი იყო, მაგრამ პირველი სემინარი მაგრამ. შევარ ზაქრო ცხოვრებული ხო გავსო გუბელაძეს და ხო და სულ ჩხუბი და დავიდა. ოლა ესეც მივიდოდა რეჯიკავებოდა შეგვიძლია. აი ისე გიზავდა შეიძლება ხო. როგორია? მეორე დღეს ლექციაზე რო ვიჯექი, რას ილაპარაკა ჩავწერე ყველაფერი, ჩქარავწერ. ხო ისიც სემინარი გვაქვს და მომიტანებ სემინარიო. ავდექი ახლა მე რაღაცა თემა თქვა, მაგრამ აზრი არა ვარ, რა არის ეს სემინარი, რა უნდა ვქნა. ავდექი და რას ილაპარაკა ლექციაზე. ერთი 5 ფურცელი გადავწერე და შევარ. ჩამოყვა ბიჭო ყველას ლანძღავს. იმას წამოყვა. მოვიდა ჩემამდე ეს.
გადაშალა კითხულობს გადმოშალა თავიდან გადაშალა მეოთხე გვერდი მეხუთე გვერდი გადაშალა ახლა ფურცლები ნამუშევარი არ გადა ბოლო გვერდზე არ გადა ასე კალმისტარი აიღო და ასე დაწერა დიდი ორიანი და მე ფეხზე ვარ ასურული ამას ხედავ შენ მიგულე იმ ხედავ ვარიცო აი ამ ორიანს არ მოგაშორებ შენ იცოდე არ მოგაშორებ ამ ორიანს ეს რა არის სემინარია სემინარია ეს თურმე სხვა თემაზე მაქვს სემინარი და მე ვიცი და სხვა რაღაცები რა მიწერია ეს არ ვიცოდი ასე იყო დიდი ორიანი დამწერა პირველი დღეს მე არა მეგობრობდით ასე ერთი ამბავი გქონდა რა ჩვენ არ ვიცით მართალი ქართველები რომ მარტო ჩვენი ოჯახის იქით არ ვიყურებოდეთ ეს ადრე როგორ იყო იცი რომ სამშობლო თითქოს სამკე იყო რაღაც რა იყო იცი ჩვენ სახელმწიფო იყო ეს საბჭოთა კავშირი იყო რა სახელმწიფო ცხოვრობდა ახლა ბოლო 30 წელია სამშობლო მდგომარეობა შვილის ავადმყოფობას ავით არის აი არის სამშობლო კარგად არა ხოლოდ მაშინ უნდა კონდეს ხიმილის და ბედნიერების უფლება მართალი გამოთქმაა რომ ესე იგი შესამშობლოზე კარგად არ უნდა იყო რომ რაღაცა უხერხულობას უნდა გძნობდე მე მინდა ჩვენი ცრემლიანი ტკივილიანი სამშობლო რომელიც ამდენ გეოპოლიტიკური ვეშაპების ირგვლივ არის გამოტარებული მოვიდა დღემდე 100 წლის მერე რო იქნება ეს ქვეყანა იმას გაუმართოს მარტო გადარჩენას კი არა გამარჯვებული სამშობლო ნახოთ ის საქართველო ნახოთ რომელზეც ჩვენ ყველას თითოეულ ქართველს სწორად მოაზროვეს მასზე ფილში უთენდება და უღამდება არ გვინდა ეს დამარცხებული სამშობლო ჩვენ გვინდა გამარჯვებული სამშობლო საქართველო დავლიოთ უფალმა ქნას რომ თუნდაც ბოლო ამასო თვის წინ რომელივე ჩვენგანი მოვესწროთ ჩვენს ნაუცნებელ საქართველოს და ეს აუცილებლად ცალსაკეთ ხვით რაღაცა ერთიანა მერხა ჩვენ ოჯახი ესეთი რამე იყო დავით იყოს ისეთი გამოწერა ეკონომიკური ისვა და ასე შემდეგ რა მე რა მინდა რა გაუგერო მაგარია ისეთი სამშობლო შექმნილი მაგრამ ამდენს მე მგონი ვერ დავუცდი 100 წელი და 50 წელი ბევრია მე მგონი 1 წელიწადში ჩვენი სამშობლო გამარჯვებული იქნება მე მალე არ დავიგვია გაუმარჯოს საქართველოს გაუმარჯოს ეს არის საზოგადოებრივი მოჩვენება ძალიან შესაძლებელი ძალიან გული მტკივა რომ ეს სამშობლო საჭიროა გახდა კი ბატონო გირავს ვერაცეების ახალი ესე იგი და ამდენი ხანია ჩვენ ვიძახით ჩვენ კარგი ამოწყება ჩვენი წინაპრებიდან დაწყებული რომ ჩვენ სამშობლოს ვადღეგრძელებთ და ყოველთვის გვინდა რომ ქონებოდეს წისვლა, ქონებოდეს გამარჯვება და იყოს პირველი და იმისი არ იყო ნებები იმაში იყო იდაბიანი ვარი რასაც მე გიტყვი ცხელიო და ხო რევოლუცია გამართლა და აი ესე გამართლებიო საქართველოსთვის რომ ჩვენი გეგზნობა ოპერიკოს ნავთან ახლოს სიხარულითა და ჩვენი შვილები და ჩვენ თავისთავად ხათია მოსწრებოდეთ იმ ანახ საქართველოს რომელსაც ჩვენ ვიზახით ყოველ საგეგზნობას ყოველ სუფრაზე გაუმარჯოს ჩვენ გაუმარჯოს ამინ ამინ გამართლება ჩვენი სიტყვები ნამდვილად და იქნება გამარჯვებული ერთი რაღაცა გითხრა რომ ყველა იმედი გადაწყვეტილი მაქვს და ერთი იმედი არის ჩემი უფალი გამჩენი ღმერთი ღვთისმშობელი რომლის იმედი მაქვს რომ ამ დალოცვილი მიწა წყალს არ გაწირავს არ გაიმეტებს და ეგ
ლექსი რომ დაწერა 10 წივი ნახე დაჭერილი ყავყობეზე. აბა ეს იმაზეა. ხო, შენ რო ამბობ იმაზეა. ხო, ზუსტად მაგაზია. იმ დროს დაწერა. ძველ ლექსებს და გეგონება რომ ის 100 წლის წინანდელი დრო დღეს მოვიდა. გეგონება ეს ვარშაველა ეხლა უყურებს ამ სიტუაციას და ეხლა წერს ამ იმას. ილია ჭავჭავაძე. გაგიჟდები. მაგარი გენიოსები ხო? გააფრენდა. გეტყვი რომ თითქოს უშემო და რაღაცა ხალხმა გამოიყიდა და დაინახა ეს სიტუაცია. და ნამდვილად ის მშობელი მიცემს ძალას. კიდევაც დაიძდებიან ალგეს ლეკვები ისანი ისე არ მოხდებია ეს არის სასწაული რაღაცა ეს რომ მოგაწვება რაღაცა ნაღველი ეს უნდა გადაშალო და ეს უნდა წაიკითხო ლოცვის სახით მე ვფიქრობ ლოცვის სახით ცოტა შვება ცოტა შვება თუ გადავხედავ ისტორია გამას ილია ჭავჭავაძეს არ შეიძლება რომ ფერიფერზე შემოდების ეცხოვა და თავი კაცი იყო ბიჭოდა თელი ისიგულის სამშობლო მე მოხდეს ამბია მე უნდა ილია ვარ ბიჭო გმესურია და ილია ხარ მიკროფონი იმიტომ ესე არის რასაც ჩვენ ვიხდარო მას მიწების ვერ მქონდა და ამით დიდებას ვერ მიიღებდა აი და დაარიგა იმიტომ რომ შენ არ თქვას იმან ღარიბმა რომ არა შენ დიდებას ალავერდი მე ალავერდი სამი გოგლა ლეონიძე ამბობდა რომ როდესაც წინაპრები საქართველოს სვამთო გადაცვლების სულ ჩვენ რო სვამთო თითქოს ისო მესკალში ჩადის და აცოცხლებს მას ყოველი ადამიანის სიკვდილით ძვირფასება რჩება ცარიელი ადგილი რომელსაც ვერავინ ვერ შეძლებს ყველი ეს ვინმეს ადგილი დაიკავოს და ჩვენ იმიტომ კი არა ვართ ბედური რომ ჩვენ დავკარგეთ არამედ იმათ რომ დავკარგეთ ჩვენ თორემ თუ ჩვენ ნამდვილი სულიერი პიროვნებები გვაქვს მუდმივად უნდა ცოცხლა ყავდეს ის დამიგერ ერთი პოეტი ამბობს ჩემთვის როგორ არა ხარ შენ მე აღარა ვარ შენთვის დამიგერ და მე ამ ისტორიას ყველგან და როცა თამადობა მიხდება სადრამის სატელე და მინდა კიდე გავიმეორე მე ადრეს ვთქვი ისტორია ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია რომ მთაში მივიდნენ მთაში და ერთი 12-14 წლის ბიჭი არის და ძველებული ხავსურეთია და ძველებულ კოშკთან დგას ეს ბიჭი და ეუბნებიან ამ ბიჭი რამდენი ძმანი ხარქო ისე უნდა 7 ნივარქო აბა დაუძახე მოიყვანა 7 მოიყვანა 4 დანარჩენი სად არიან დანარჩენი აქ არიან დასაფლავები ანუ იმ ბიჭმა უთხრა რომ ჩვენ 7 ვართ ერთად ვართ მაინც ჩვენ ვართ ერთად აი ეს განცდა თუ ჩვენ ავმაღლდებით იმ პატარა ბიჭის სულიერ გონარებამდე რომ ჩვენთვის გარდაცვლილი არის ისევე შენი ვერჩინ ყოფი და აი ეს სიმაღლე ჭირდება მას და იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ყველა მივდივართ მაგრამ როგორ მივდივართ და ამბობს ხახური რომ ამბობს ლექსში მოვა სიკოდელი უჩინო ერთ წამში აყურის იარაღს ჩვენ რას წავიდებთ იმ ქვეყნად სხვას არ აწავია და როცა ამას გაისიგრძე განებს შენ მიხუდები რომ კაცად ყოფნა რას ნიშნავს რომ შენ მარტო არ ახარ შენს გვერდში წინაპრის სულია მოდი ვიჭებო ხა გავმართოთ მუხლი და იმ დიდი კაცები ვინც ეციულიდან დააყურებს ჩვენ ვინც ამაგრებს ამ მდგომარეობას რომ არ გადაველურდით რომ ასე შეგვიძლია ძმობა, ასე შეგვიძლია სიყვარული, ასე გვიყვარდეს ერთმანეთს ამ კაც მოძუნებს სოფლიოში რომ ასე გვიყვარს ერთ პატარა კუნძულს ოაზის ქართველებს ერთმანეთი დიდება იყოს და მუხლი მოუყაროთ ყოველთვის. ამინ, ამინ. დილება ჩვენს სინაპრებს. დიდება და დიდება. თუ დიახ, ხომ ხაია მათქო. კი ბატონო. რადგან ქონება სიცოცხლე ხომ წარმავალია. რომელ არცივი ქვეყნად სული ვინც არ დარია სულის ხეულში შეხედული მხოლოდ ვალია როგორ შეირჩენ
თუ გადაყარა გარდუვალია ჩვენ იქ წავალთ სადაც სიმღერაა და ჩვენ სადრიგზოსაც არ ეს პატარას დავამატებ. დიდი მზენი ხალხი ამბობს, ჩემი მოგონილი არ არის. ესე იგი, როცა რაღაცა გიჭირთო, მიმართეთ გარდაშვებას. დახმარებას გაგიწევენ, ეხლა კი ვერ დაინახავ თვალით რა ასპარა. დახმარებას გაგიწევენ. ამის შემდეგ ხო შეიძლება ისაკეთო. ახლობლები არა. ერთი თვითონსა ეზოდეზო ვერტი ვაღაი ასულების მე მინდა ის ბიჭები, რომლებიც სიაში არიან, არ არიან ეს არიან და ჩვენთან არ არიან. ემათი ხსოვნა. ის აუცილებლად იქნებოდა. ვიცი, აბა იქნებოდა, მაგრამ თან კარგია, შეშალო თქვით, კი ბატონო. აბა, ცენგენას რომ ჩვენ ეს მინდოდა მე ცეხა და მაბატია და უდი ჩვენ ამის ასული ბიჭები და ჩვენი ვაშკაცი ბიჭები ჩვენ გვერდით დროებდა ბიჭებო და ახლა ხარ წავიდა ჯანაშია ახლა ცეგლაური ნუ აი ეს ჩემს გულჩის ზიხარი ტარი ზიხარ ჩემ გულში ხო ცენგენას რომ აი ახლა უდი ბიჭები ესე იქნა აი ის ბიჭები სხვა ჩვენ აი ცოტა ხიანლოთ რაღაცას ველაპარაკებთ და ის ბიჭები წასულები არიან ჩვენ გულში არიან და ეყოერთის მეხსი ამერსენდა რომ მეიხსენა ყოველთვის რომ მოდი მათი ნათელი სოლა ხას აი ჩვენ დიდხანს მოიგონა გაგვიმართლა ასია მამაზეცი ცხოვრების ასეთი ისა თორემ ნებისმიერი ჩვენი ბიჭები და ჩვენი კურსელები ჩვენი ახლა მაგას უნდა ერთი ბაქტერია რაღაცა ჩაკლაბა მიიღეთ ვირუსს და გამთავრდა სოლა ყოველთვის ამ სამყაროს ეს მადლობა და იმადა კიდევ აი ფერზე დაუდგეთ არ დავიწყება ჩვენს გვერდით ისინი ახლა ჩვენ გვერდზე არიან. რავის რამდენი მართლა თეთრადიკასი და თვალეთ დღეს ჩვენ რომელიც ზოგი არ ვიცით კიდე ზოგი არ ვიცით არის თუ არა ავთო ვინ გამოსია იმის სონა იყოს ეს გალიეო 27-ში გადავლიერდა ეს გალიეო აგალეს რა მოკლე რა ვერიკაცერმა რა სხვა მენას მე რა დავდივე ბავშვი თუ და შედარებით ბავშვი ვარ და ვერიკაცერს მოხდი ახლა მე და ამის მომისაგეთ მე ხადო მოდი ბარ დაანებე თავი ლობიოს დაანებე თავი მე ლობიო არამიგე შეგიჭამ ჩვენაგან ძალიან უნჯარი ლობიო თვითფასებო ჩვენ ბედნიერი ხალხი ვართ ბევრი რამის გამო იმის გამოც რომ ჩვენ ასეთი ძმობა და სიყვარული გქონდა მაგრამ ჩვენ თავარი ის გამყვალავი ვინც იყო პედაგოგები ის იყო ქართული ტექნიკური ინტელიგენციის როგორც ინტელექტუალური ასე ნეობრილი ელიტა მე დღეს ასე შეხვედრა გვაქვს მეცნიერებთან, მაგრამ ყველა ვიცი ვინ ჟულიკია, ვინ რა, ვინ მართლა მეცნიერი. ხო, ვინ მართლა მეცნიერი და ვინ რაღაცა გადაწერა, გადმოწერა, მაგრამ ხალხი რომლის სახელმძღვანელოებზე ვიზნებოდით თქვენ წარმოგიდგენიათ ესე და შენი პედაგოგი არის ის მისი წიგნით ხელმძღვანელო და გადაწერილი კონსპექტი კი არა რაც წიგნი მოხდა ტომები მის სამშენებლო მექანიკა თითოეული მათგანი იყო მოვლენა თავის სფეროში და რო ვაკვირდები ახლა მე ისინი არ მარტო ამ თქვათ ტექნიკურ საბუნებისმეტყველო მეცნიერებას ხოსავდნენ ზნეობრივადაც ვწდიდნენ ახლა რო ხედავ მათ კომპრომისობას მათ ზოგჯერ სიმკაცრეს მაგრამ ეს ყველაფერი ხო წრთობა იყო რომელ ბავშვი და რომელ სტუდენტს უყვარს კაცრი ლექტორი შეიძლება იმწუთას არც იყვარდეს დროის გადასახედიდან ხო ხედავ რომ იმას კაცქურაში არ გაეტარებინეთ ხო არ იქნებოდა ავტოღალთაძე ამ დონის მშენებელი იყო და უბრალოდ რო არის იმადო როგორ უნდა მიყვარდეს გაიორ ჭანკვეტაზე ამდენი ღუები და ძუები ხო ეხლა კიდე დაგაწერებს ან ჩემი ტარიელი ამ ხელა ორგანიზაციის განსხვავებული ან ჩემი
ვისა რა ქვია ჩემალ ჭოელი ან ჩემი ამირანი რომელზე ერთი ხოთვა და რა ვიცი ხო და ჩემალია შევასო უასელი არა არ შეიძლება ვიცი ინჟინერთან ხელოვნების კაციც კიდე უასელი გამახსენდა მეთვალს ჩემი საოცარი გულული გასაოცარი უმორი ხონდა საოცარი მოუწყვე მე მოყვები მაგაზე ერთან ვარ ჩემალზე გავიწერებ სიტუაცია რო დავამთავრებ ხო და სინეობრივ გაკვეთილებს ვიყავენ და მე ერთი ეპიზოდი მინდა არის ერთი ეპიზოდი მინდა უკვე სხვანაირი მასწავლებელი რომელიც ცხოვრებაში შეიძლება შეგვიძლია ერთი სიტყვა შეიძლება ცხოვრებაში იყოს ისეთი გადამწყვეტი რაღაცა რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ეს არ არის მარტო რომ მათემატიკის ფორმულების შეგასწავლო მასწავლებელი კიდევ უფრო მაღალი ღირებულებაა და მაშინ გურიაში ცხოვრობდი და მანქანისტარებას ვსწავლობდი და ტაქსი ჩაუჯერეთ მოხუცი კაცი იყო და რავეცი ტაქსის პრობლემა არ ეჩა რა აყვებიან ლაბარაკში რაღაცა და ავყევით ახლა და დაშვებდი ძია შემოსაიდან მოდიხარ მოხარი მანქანისტარებას ვსწავლობ მეთქი ასე და ახლა პირველი გამიძვია ერთ გასწავლილი ძია მე შემომითხრა ერთი დაიმახსოვრე რომ მიდიხარო სიჩქარითო და ქუჩაშიო ბურთი გამოგორდებაო უცბად დაამუხრუჭო იმას ბავშვი გამოგვება აუცილებლად ეს მითხრა ამ კაცმა ესო დაიმახსოვრე რომ მითხრა კაცი არის ეს 70 ჩემი ხნის ასაკის კაცი აქვს ფანტაზმური და აი ეს დამარჯილი და ახლა ძველმა ტაქსისტმა გავიდა იმის მერე 1-30 წელი და რაღაცა თასდვიზე გამახსენდა რომ რაღაცა დოკუმენტი სახში მქონდა და წამოღება გამავიწყდა გავარდი მანქანით და დასახლებულ პუნქტში შემოვდივარ სწრაფად გადაჭარბული იმის სიჩქარით ეს არ უნდა იაროს დანაჭარი ვიყავ და უცბად გადმოგორდა ბურთი შვილებს ფიცავა ეს ზოგადად ფიცავა იმ კაცის სახე გაცოცხლდა კაცი ის სახე რაც იყო საერთოდ დავიწყებული მქონდა გაცოცხლდა და წამში დავამუხრუჭე ელის ისაბი ბავშვი გადმოიგვი გადამარჩი არც ვიცი ვინ იყო მივიდოდი მის საფლავთან და არ ვიცი მართლაც ამყოფოს მაგრამ მოდი აი დიდხანს დავუმატოს ვინ ჩვენ გონებაზე მოგიყვანა და კაცობა დავანახე და ზნობა დავანახე ამით ყველა იმათ გამომწეს ჩვენ დიდებული მასწავლებლების სახით დიდება გვასწავლი და სახელები რო ჩამოვთვალო პოტე ვახადები ხო ავიდო არ ჩამოვთვალო არავის სახელი ვიღაცა გამოგჩევა და თუ შევაფსებთ კი ბატონო მაგრამ ეს ხალხი ისეთი იყო ნებისმიერი მაგრამ კოლიფე იყო რა თქმა უნდა და ყველა კათედრის შიგნის ავტორები მე ვთხოვთ რომ ყველამ გამოვთქვათ რაღაცა ჩვენ ცხოვრების გზაზე გამოგვიყვანეს მართლაც აი გაშლის გზაზე გამოგვიყვანეს და გვითხრეს აბა მოგესის ცოდნა მოგესის სწავლა პარალელურობის მაგალითი და ახლა გაყევი ამ გზასო და მივყვებით მე მგონია ძალიან კარგად მივყვებით ჩვენ შორის კაცი არ არის ისეთი რომელსაც არ იამაყებოდეს თავის ცხოვრება ჩვენ შორის მე არ მეგულება მე ადამიანი რომელიც თქვენ შორის რომლებიც არ მიამაყება მე და რომელსაც მაგალითებად არ მომყავს ვიღაცა მოწყობებთან ეს ჩემი მეგობრები თავისი ცხოვრების წესი ოჯახით მომავლით შვილებით და შვილიშვილებით იმიტომ რომ მართლა სამაგალითო ხარ თქვენი ცხოვრების სულ ვამბობ ერთ რამეს 28 კაცი თუ 30 კაცი ვიყავით აქედან 3-4 კაცი იყო რომლებიც ჩაწყობით რომ ვთქვათ აკეთებდენია და არამჩენი დადიოდნენ კაცო ერთმანეთს ვეხმარებოდით ვიმარშებოდით და ყველა თავისი შვილით ამიტომ ვამბობდი თავარი ინჟინრები სამმართველოს უფროსები ჩვენი იმიდან და ტრესტის მმართველები რომ გამოვიდნენ რაიკომის დივნები რაიკომის დივანი ხოდა აი ეს ყველაფერი ჩვენმა ცოდნა ჩვენმა კაცობამ ქნა და იმ პედაგოგებმა რომლებსაც ჩვენ ეს გიოჩუბასტორის დიდი მადლობა დავით ჩვენ თავადას იმათი სახელის მოგონებისათვის მართლა სასწაულები იყო მაგაზეს მახსოვს თვითონ დოლიძემ რომ დამიძახავე და ამას ვერ მოყვები ახლა მათი სახელი და მათი დიდება ვთქვა და ერთმა ასეთები მისცეს ჩვენ სამშობლოსა ბევრი პედაგოგები აღზრდელები გზაზე დამყენებლები რას ლაპარაკი დიდება მოსახელს ამინ დიდება ჩვენ პედაგოგებს ვიჩვენთ ანაბანა ვასალა ინსტიტუტებში ძალიან ლამაზი ძალიან კარგი ხალხი ცოდნე ხალხი და
თავის ლიდერმა მოცანა. გაბო. ნიკოლას. ამი ეგრე სამოსმო ძალიან ბევრი. არცი მაზე და რალიზი. ყველა ველესიანი და რუსიდან ნიკოლაზე თურქონია. ყველა დავიწყო. ყოველთვის მეთქვიაშ მოდა ჩავგარი მეთქვა. დაიშვიდო. მოდი ეთქვიაშ. მე ვეთქვიაშ და ახლა დაგიტორმე შეგო. სამი და დაგიწეროდა. ისე 4 საათი გიყავი არა. ამიწერები მოუწყა, რადიოები მოუწყა. და მის მერე გითხასი მაკლე. ჯეზებტონის კონსტიტუციას ვიწოდი შეპირად ყველა. მის მერე. მანამდე გითხასი მაკლე. აცამიგირსა და რა მეწონია პაკატურაც. აი. ნამდვილად აი ხალხს გაუმორდოს. მე ახლა ვიყავი გითხრა ტრენსტუდოს ვაფშე შემოვა იქ. იმის და რაც მოვაშე თქვენ არ გინახეთ თქვენ ბიჭო. მე გეტყვი მოხსნილია უკვე ისა. არა, მაგას მე გეიგეთ. რეპეტაიდა მოაისიგნები საკან. მე წინე წამივიღეთ ეს ვიტყვა რა გასუჩენები. მე მაგაში მული ვა ოქროს ახანა. ვა შენ ზოგადად გექნება ოქროს. მაგი იყო არა, ვახო შენ როგორც ინჟინერი ესე ხელმძღვანელი. ინჟინერი. როგორც ინჟინერი, როგორც ხელმძღვანელი. არა, ინჟინერი. ინჟინერი როგორც მივედი პრაბატების და ტესტბრიგა. თუ ფაიზე რო ყატრისთვის. ტრესტის. ტრესტბო თუ ფაიზე. ამდენი 1200 კაცი მე. აბარა თქვენ რაღაც საფრთხე ისეა ზარი. სადაც დავიერება ჩამოვიდოდი ჩვენ ყველა იქ ჩამოვიდოდი. დიზაინერები, იურისტები და 4 ბავშვი ჩემი ყოფილი მოსწავლე ჩვენ სკოლაში უკვე პედაგოგები ვიშვილეს. და შენი სამგერზო ჩემი შექმნილი ფორმულა ლათინური ასოებით ა ტოლია ქ გამრავლებული პეს. აიო. ჩაიწერე ა ტოლია ქ გამრავლებული ათუ არის და პედალისა 4 და 2-ია. არა. ზაღათული. ეს არის ადამიანობა. აჰა, ოჩა. რომელიც ტოლია კეთილშობილება გამრავლებული პატიოსება. არა შეიძლება. დიახ, ბოშო. მე ახლა ეს ჩაწერილი მაქვს და გამოქვეყნებული მაქვს ეს პოსტი და დისერტაცია. ეხლა წაგიკითხოთ მე ამას თუ ნებას მოგვიწევს. იო ძალიან, რაცა უცე მეტი არ საათამდე ხომ მოვჩე. Facebook-ზე არის რა, Facebook-ზე. Facebook-ზე დაგიმეგობრდები. ორიო დღის წინ საქართველოში მასწავლებლის დღე აღინიშნა. ისე რა გული მღავნებს ხათაშობას. პენსიაზე სკოლიდან გავედი, ამიტომ ძალიან მიხარია და მსიამოვნებს, როცა ჩემი ყოფილი მოსწავლეები თბილად მომიკითხავენ და იხსენებენ ჩვენს მიერ სკოლაში ერთად ატარებულ წრეს. ალბათ ვალდებული ვარ, მეც გავიხსენო ყველა ის მასწავლებელი, ვინც ჩემი და ჩემი თანატოლების აღდგანათლებაში უნდა სირიალდელი წვენი შეიქმნა. 55 წელი გავიდა რაც სკოლა დავამთავრე. მაგრამ მაინც მახსოვს პირველი კლასი და ჩემი პირველი მასწავლებელი ამარ ქისტაობია. მეორე კლასი ეთერ ხიზანიშვილი, მესამე მეოთხე ენჯიკო გურასპაული, მეხუთე მეშვიდე კლასის ხელმძღვანელი და ქართულის მასწავლებელი დიდებული პედაგოგი ელო გურიაშვილი. ამის შემდეგ კი იწყება ჩემი ზღაპარი თბილისში. მაშინ ჯერ კიდევ უბრალოდ 42 ფიზიკა მათემატიკა, ამჟამად კი ილია ვეკვას სახელობის ფიზიკა მათემატიკაში სკოლაში. აი სკოლა, აი პედკოლექტივი, ბატონი ოთარ ღაღანიძის ხელმძღვანელობით, რომელიც მათემატიკას გვასწავლიდა და თანაც ახალ მასალას როცა გვიხსნიდა არათაშვილის ლექსებიდან ციტატებს ჩავსხოდა ხოლმე. მაგრამ ჩემი აზრნი აერშიე განიბნევიან და თქვენამდე ვერ გვაღწევ. ეს არის შემოღამება თოთმის რა? მაგერი არ გვახსოვს ჩვენ. ქეთევანტუსკია ქიმიის მასწავლებელი. კაბინეტში ყველა ცდას დამოუკიდებლად ვატარებთ. ყველას. მე რო გეტყოდა სპექტურაზე და იმაზე, აბა სინჯარები დააქტივეთ ბავშვებო და
ნახეთ რა მიიღო. უშო მე კიდე სოფლიდან ჩამოსული ერთ სიმღერა გიტარები და მასალებელი, საჩვენებელი ცდას. უზენ მეუბნებიან 30-ვე დაავტორებს რა რამდენი სადარი კაცო ეს მაგრამ იყო ვიცით ხოჟა მართლა იყო ვიცი რა იყო რომ ეს სკოლა განაელიტარული იყო და დიდრებისა და ფულს ვიციხდა იმათი არა ვისაც შეეძლო სწავლა და უნდა სწავლა იმათი იჭერებისთვის ნამდვილად მე ოთარ ღაღანიძე მიმიღავ სკოლაში სოფლიდან ჩასული ეს ქალაქელი ბავშვებისთვის იყო მაგრამ მე და კიდევ სოხაძე იყო ვაჭრობის მინისტრის სახელი აღარ მახსოვს დიდი კომუნისტისა გათახსირებულისა, მაგრამ 1 სექტემბერს მოვიდა და აი შვილებო სკოლა, აი გარემონტებული, აი მასალა, აი ინვენტარი და ეხლა თქვენც ისავე. ამაზე მეტი რამე შეიძლება საკითხი გაიგებინო და ჩაიკოვსკაიაზე სკოლა. სადა? ჩაიკოვსკაია. დია ჩაიკოვსკაია, ჩაიკოვსკი. კოჟემე პაგანინი. ჩემმა ბიჭებსა. და შიში მიყრავდა რომ ამ სიმღერებს მასი ჯელდარიანი. ამაცა. 50 წელი გავიდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრებიდან. რა ხალხი, რა პედაგოგები გიკითხავდნენ. დავით ავაზაშვილი, დავით ღონღაძე, ოლია თევზაძე, არკადი ასპაცატუროვი, მირონ წულეისკი, ვიტო დოლიძე და ბევრი კიდევ სხვა. ჩოგოვაძე საწოდავი. ჩოგოვაძე Almena Uridia Vasarda, Uridia Vasarda, Mikhail Mikhailovich Kebuladze, ჩემი დიპლომის ხელმძღვანელი, იპროშაფტის თავი ინჟინერი. Edgar Mikla ეკავა გადაბა გააგრძელა არატურებისა. არაფერი. არც ნახატი ერთი საჭიროა. აგარიკაცი. აი მიიღო გაიოზა. და ეხლა ჩემო დავით, როცა დამიდგა ჟამი სიბრძნისა და სიყვარულისა ეს ვახტანგ გოზალიშვილის წიგნია, რომელიც ახალგაზრდა გამყიდულმა გოგონამ ვერაზე წიგნების მაღაზიაში შემომთავაზა, როცა დათა თურთაშხიას პირველი ნაწილი ვიყიდე, 76 კაპეიკი გადავიხადე და 4 კაპეიკი დამჭა ტროლეიბუსის ფულად თქვენამდე მოსულიყავი. თქვენ შემოგიელეთ. ამიეთ. და ვერ ვიყიდე. მაგრამ სხვა დროს ვიყიდი მეთქი ხარი და სიბრძნისა რა მოგახსენოთ. მაგრამ უდიდესი სიყვარულით მინდა პატივი მივაღო მათ სონას. მინდა ყველა ჩემი ორივე სკოლის და ინსტიტუტის მეგობრებს მივულოცოთ დიდებული თარიღები და დიდი ადამიანური სერდით და მწუხარებით. გავესწროთ ჩემი გადაცვლილი, განაკლასირებით და გადავიდეთ. აი ეს გიდანეთ კეთილი წამებით და აბა სამეზობლო ეკუთვნით საფრთხე. სამეზობლო არის პაგარა იყო. აგრა ლექსათა თქი. არა ეს იყო. არა ჩვენ თქვით ისა. ამირა. მასალები საფრთხეზე იყო. აგიხოთ მაშინ. მეუბნება სპექცე არის საცურო ავზი, ორი ოლიმპიური, ორი საბავშვო მოცულობის, გადახურულია მეტალის ავით, გადახურვა, ჩვენო ისე გავაკეთოთ კინობეტონზე და მე შედარება გავაკეთოთ. რომელია უფრო ეკონომიკური, რომელიც ჯუჯე კინობეტონი თუ მეტალი. ახო პრობლემები წარმოგეშვება შენო. მაგრამ სახლის მისამართი დამწერა, ამ სახში მოხდა და ნებისმიერ დროს მე ასუკებელი ვარ რომ გადაიხადე. იმიტომ რომ განსხვავებული ისაა რა პროექტი და აბსოლუტურად. ახალი. ახლა ბატონო ავტო პრობლემა წარმოიშვა ეს თაღი როგორ გინდა შემოხაზო. კარგალი და იგინი სად იყო იმ დროს ისეთი რაღაცა. ამ სახაზავზე გავაკეთე ისა, მერე თუ მაგრამ გაიქცა. ას ვიწვალე იმის შემოხაზვაში. მერე ძირითადი ნახაზები იყო მეგონი 10-12 ბურცელი. ჩემი გამოვიდა 15 ბურცელი გამოვიდა. 12 იყო მინიმუმ გაწ. მე მინდა წულეისკირი ძალიან სათო მოხუცებული და ყველაზე მოხუცებული მე მგონი ჩვენ აინშტაინის ლექციები მოსული ძალიან სათო პიროვნება 80-ზე მეტი გვას მოაგე. ხო, ძალიან სათო პიროვნება. ისეთი მოგზაურობა დავით ცხოვრობდა სახში, ძალიან მოგზაურობა. ახლა წარმოიდგინე ამოდენა პროფესორი გავს. კაცი კინობეტონის ციგნის ავტორი ხო? ლეშკირი იყო. 50 პროფესორი ხო? ყველას გაუმარჯოს. ყველას გაუმარჯოს. მეორე წულეისკირი მირონა ხო ეხლა
მირონა გეყოლებათო ფერაო ლექტორატო ისაო ცოტა ხანრიაო და არა ძალიან გამოჩდილი კაციაო ფიქრობ ნუ რა უნდა იყოს ახლა შევედი ლექციაზე დავჯექი უკანასკამზე ესე ვიყავ ვიჩვენე ლექციაზე და ის ფორმა ლაპარაკი მოგახსოვს 1 კილომეტრიანი ფორმულები რო იყო სამას და ისე და დამაინტერესებს და საინტერესოა ესე იგი მეორე დღეს უკვე წიგნიძოთი ყველა ლექცია ყურადღებით მოусმინე ყველა ლექცია დიპლომზე ეხლა გამახსენდა ამაზე დიპლომზე მაგასთან ხონდა და იმის ოჯახის გამახსენდა იქ მაგრამ ძალიან სადაცხოვში გაუმარჯო გამადოვიდი ყველას ბადულობა მეზობლებს არა ჩვენთან გადმოიყვანეს მესამე წამრეთა მეოთხეზე არა ზურა ჭავჭავაძე მაღალი რო ეჭადი შუაზისი შეიქმნა ერთი წუთით აი ეს ნეობისა და მორალის ამიტომ ერთი კაცად ყოფნის დიდ ტვირზე მინდა კაცობაზე ერთი სადღერძელო თქვა რომელიც თვითონ ჩემი სადღერძელოა და მე ასე ვხედავ რომ რადგან ჩვენ ცნობილი გამოთქმაა ეს ერთი გუბერნატორი რომ ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ ჩვენ გავართ პატარა ნაკადულებს რომლებიც წვერვალიდან იწყება ხობს რაღაციდან მე ეს ნაკადულები შენაკადებს იკეთებენ და ჩადიან ზღვაში ეს მეტაფორა რო გავაკეთოთ ნუ ადამიანის ცხოვრება იზრდება ერთი წუთით იზრდება და მერე ნელ-ნელა მიდის აღსასრულამდე მაგრამ ეს ნაკადულები ზოგი ძალიან იშვიათები ისეთი ნაკადული როგორიც იყო ისე ჩაედინება ზღვაში ზოგი აიმღრევა ბოლომდე და მთლიანად ამღრეული ჩადის ხო ამიტომ მე მინდა ის სადღერძელო თქვა მე მინდა კაცად ყოფნის დიდ ტვირთზე გამამახვილო ყურადღება რომ მოდი ჩვენს ნაკლებად ამღრევას გავუმართოს კაცობის სადღერძელოდ გავუმართოს მე ამ მოგონება მიწერია კიდეც ერთ-ერთი მაგრამ კიდე გამიმეორებ რემისის პატარა სტუდენტი ვარ ხო და იოსებ ნონეშვილს დაწერილი აქვს ასეთი რომ მე მაიცით ალბათ რომ ეცადეს და ვერ გამხადეს ბოროტი ეცადეს და ვერ გამხადეს ლიდი წუთი სოფელს კაცად შერჩე ბოლომდის თურმე ესეც გმირობა დიდი ესო წევიდიხე რა ეს კაცობა მე კაცი ყველა ვარ და ამე და პირველი კურსი სტუდენტი ვარ მეორე კურსი ვარ თეატრში დავჯერებოდი და გადმოვიდა იოსები და მე რას მიცნობ და ახლა იგი ყავდი რაღაცა შეკრება ვეც გამიხსენა და სიტყვალე მან გამათამამა და უთხარი ბატონო იოსებ მეთქი რა არის ეს კაცობა რატოა გმირობა მე უთხარი გმირობა ისაა და ჩვენთან სოფელში მე ჩაი ახალია მოკლება რაღაცა 100 კილო ჩაი მეორე ფოლადი გამოანგრია ბიჭო გითხრა გმირობას ნეობის გარეშე არ არსებობს სნობის გარეშე არ არსებობს რაც მაგას პარტიის დიდებოზე ლექსი მეკონდა პარტიის დიდებოზე არა სნეობაზე ახლა თვითონ იყო უმაღლესად სნეობის შეიძლება ერთი და ჩაკეთება იოსებ ნორეჩის უფრო სნეობრი პიროვნება ქართულ წელობას იშვიათად ყოფილა პარტიაზე გასაგები მიეს დაახლოებით ნიკოლო თიფანიძე და ლევან გოთუას დონის სნეობრივი პიროვნება იყო რაც შეიძლება სნეობრი და ისე წერდა კი სტალინი უყვარდა ტიროდა და ეს დავანებოთ ახლა მამა გვირფას ხო ახლა ესე იგი მეუბნება შენო მეუბნება ცხოვრებაშიო უყურე რას მეუბნება ცხოვრებაში რომ ასახჩევით ეხება რომ კარიერას რომ შემოგთავაზება რამდენი ნაზირალა პარტია და რაღაცებს თავაზობენ ხო ცხოვრებას უცა ძალიან მართლა მიჭი რომ შემოგთავაზებენ რაღაცა ცნების გამო რაღაც პარტია რაღაცა თანამდებობას ან კურსო და შენო ვიღაცა მეგობარს ფეხი უნდა დააბიჯო და რომ ამას გაუძლებ და არ გააკეთებო და როცა მრავალჯერ მოგიწევს დაჩერება ყოფნა და მრავალჯერ ცდუნება სუძა მე რო გამოხვალ შემასაკარდიო მე მივხვდები არის თუ არა კაცად ყოფნა გმირობა და მართლაც რა ჩვენ გამოვიარეთ ამ ჯოჯოხეთში და ამ გადაგდება გადმოგდებაში და ერთმანეთის ჩარიზმაში მართლაც ვიჭერთ თქვენ რო კაცები ხართ ეს მართლაც სულიერი გმირობა
და ახლა ხვდები რომ ესე მართლა იყო და მითხრა კიდე ხლაპი ხარ შენ და ვერ ხდებიო და ვიღაცა ტრაქტორისტი გონია გმირიოდა მოდი ამ კაცობას ნამდვილად ხო ვერტრა ვისაც შეუძლია ეს აზიდოს ვისაც შეუძლია მურმალებაენზე რომ ამბობს მე რომ ზოგიერთებზე არიან მაგრამ ბრაუნინგით არ მომკვდარა შვენიერად არიან მაგრამ უკვე დავი ასე იქნება ხოლმე კაცობაზე მეგობრებო მომისმინეთ მინდა გითხრათ ერთი რჩევა სხვას უზავთ ისეთ რამე თქვენო გიქნა გეწყინება ეს კაცობა იცავს ესებს იცავს გაუმართოს კაცობა ბიბლიის პირდა ყველაზე მთავარი ტერმინია ხუდი მხურავს ეცარ უხრიარავის არც არავის ვემონები არც ვადორავის ჯევა არც არავის ვემონები არც ვადორავის აი მაშინ შენ სადღაცო წავა ხელებს ცვაც ხეთოლის სადგერძელო და ხალხმა დაიწუდა ჩამოთვალა სათითაოდ გამიგეთ ხეთოლიზე და მე მეოთხე ბიჭო დაანებე თავია 300 არაბელის ვარ დავალები ხო მაგრამ ახლა მე რომ სათითაოდ ჩამოყვე თითოეულ ადამიანზე არ გაიათარ რადგან თამაზი და ჯებალი მიდიან ყველას ერთად გადღეგრძელოთ ყველას ერთად დავიწყებ მარჯვნიდან მაშინ დავიწყებ ყველაზე გონიერი კაციდან ჩემთვის მაგალითად ხო არ ჯაბოტისკია გონიერი არ სტალახაძია გონიერი იმიტომ რომ ამის მოჭერილი ხელი მახსოვს შემიყვირილი მახსოვს ამის მოჭერილი ხელი და ესე იგი განცირულად მიროდია ვიდეო შუალელი ვინა მე ვერ მაყვირევდა, მაგრამ შენ გაყვირევდა. ხო და იქ რომ მივედი, არა, შეც კარგად გაყვირევდა. არ უნდა გაწყდეს თორა, კარგად გაყვირევდა. არა, ტილეული იყო, მაგრამ არ ყვირევდა. არა, ასე არ მივედი. არა, მე გადავაჭარბე. ახლა გამახსენე. არა, პირით რაც გავყვირევთ, მაგრამ ისიც კი მახსოვს. იმაში ვარ ყაზახეთში და ორი გოგო როყავდა რომ მოვიდა ორი ბიჭი და დატოვეთ ეს გოგოებიო და ამან ტბას ტვიზირას ვარ და ამას რომ მოვიდა ეს და რომ აწია ასე და რომელიც გულიჯო ახლა და ქართველი ვარ ბიჭო და ნუ და ამის გამოფენა იყო ეს რუსი გოგოები რომ მოაწყდნენ მატარებელს და აი ეს რომ გამოვიდა წელსევი და რომ ხო და ნოკიოდე მამოჩიკა რომ პიროდე მოგლეთ გაუმართოს ჩემაც ეს საქმე კაცი კიდე ერთი რაღაცას გავისწრებ დავით უჯარმაში რო ვიყავით ფეხბურთს თამაშობთ მიხდი ხო და ეს გაუფლიან და ეს ტანზევით კაიმას გავს რა ქვია და ამ დროს მოუდის ბალკონიკი ეს ამორიგი სამხურია ბუშლა და ჩაისვა იმიტომ რომ ეს რა ქვია საროჩკა იყო ოფისგან ასე და აი ხო და საღამოს ვიცვამით გამით ბუშლათას და ეს შინელი ჩაიცვა ხო და Такrat უკეთეს რომ პრიმაე დეჟურსი никакой адвоката рядовой человек разбивается ამარო ეს ასე და ქართული გულკერდი ხომიცი და ხუთი დღიანის გამოგიწერა ახლა თვითასება გავჩერდე აღარ ჩამიგდო ყველაზე მთავარი ეს კაცი არის მართლავაში კაცი ძალიან წმინდა ბერები ერთი წუთით რა ბერები რომ არიან ყაზახში ხო ასეთი ლოცვასაც რომ უფალო დამივიწყევ მე რო ტკივილს არ მაძლევ ესე მე რომ მომენტი ცხოვრება ჩივია მე ახლა ეს კაცი ღვთის გზაზეა მორწმუნე კაცია გაცილებით მეტი ვიდრე მე თქვენ არ გაკადრებთ გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა მორწმუნეობაში ახლა მეც დავდივარ ეკლესიაში ხია და აი ეს კაცი გმირია, იმიტომ რომ მან ის განწყობა შექმნა ჩვენი თავი რომ დავაყენოთ ერთ წუთას და ყველაზე დიდი წინი ერთ-ერთი როგორც ქრისტიანია ხომეროსის არის ერთი მომენტია ასეთი ხომეროსის ერთ-ერთი გენიალური ნაწარმოებში რომ ერთი გმირი ვერ უმტკიცებს მეორეს რომ მართალია და იქ ხომეროსი იყენებს საოცარ დაფიცებას ასეთი რომ მამაჩემის ტკივილებს გეფიცები აგილაიოს მოდი ამ კაცის ტკივილზე ამაღლებულ გმირობას და კაცობას დავამარცხოს რა ნამდვილად ეს კაცი რატო იცი კიდე თეობნებით რომ ლიტერატურაში ასია
ხელოვნებაში ცოტას გადავხვევ, ლიტერატურაში ჩვენ არავითარი უპირატესობა არ გაგვაჩნია. ჩვენი უპირატესობა არის ერთი პრივილეგია, რასაც ქვია ტკივილის პრივილეგია. ტკივილის პრივილეგია. ამბობს ერთი მწერალი, კიდეც არც ფულით, არც ოქროთ, არც სიმდიდრით, სასახლით არ ვარ შენზე მეტი, ერთი წრევლით მეტი ვარ. და ის წრეული კიდე სული წინდის ნათელია და ამ კაცის გზას გამოვარჯეს და ამის ჩვენ სტოკალაში როგორი ძმები ვიყავით ჩაკეთება მოშორებული კიდე ყველაფერს ყველაფერს პრივატულად ვილაპარაკო მოდი ამ კაცს გამოვაჯოს რენესანსული გარეგნობა რომ აქვს აი რო აღწერდნენ რაღაცას ზევსის ნახატები რომ ნახავდა რაღაცები და მართლა ჩვენ შორის როგორი სუფთა იყო რასი სუფთავია ბავშვი აი ასაკი მოდით და თვალებში ბავშვია გაგაცხადებული აი ბავშვია კიდე გეუბნები ჯემალი გეკითხება ეს როგორ არისო და სიმართლე გითხრაო სირბილი მეზარებაო ხოდა ბავშვი დარჩა მე როცა ჩავიყვანე მართლაცავი შეეთი ხალხი რომელიც თელ საქართველოს ისტორიულია სტუმრად მე ამან აკივიცა მე ამან სიტყვა მაჩვენა ყველაფერს მიცავა ამის ოჯახში მე ვიგზები თქოს აი ჩემი გზაშვილები და ჩემი და იყო ჩემი დეფიციტი ყველაფერს იყო კაცი ხელა ტრესტის მართველი თუ ახლაც არის ძალიან ვერ ვეკვევი ამ ვიდრად ხოდა რაღაცა თანამდებობები ხოდა მაგრამ მაგას არა აქვს ყველაზე თანამდებობა მისი გულია და მისი გულია მე ვაგრძელებ ახლა და მე გადახვევ ეს მისი გულია ეს ჩემ ვაჟას გაუმარჯოს კაცი რომელიც მართლა აი ჯერეთი ის ყველა სადაგე ხარხა კაცს ვიდა არ ვიცი წავიდა და მე დალებ თქვენ მე მინდა ვაჟაზე თქვა ჯერეთი კაცი რო ვოლგოგრადიდან ჩვენებურად სტალინგრადი და რო აქ ჩამოფრინდება იმას რომ ჩვენზე მეტი ძმობაში ჩემზე მეტი მაგალითად თქვენ არ გაკადრებთ შეუძლია და ჩამოვიდა ეს რამხელა პასუხისმგებლობა იმის მე ეგ რო გამახსენდება რაც არ უნდა შეხვედრა მქონდეს რაღაცა ვცდილობ რომ გადავდო და რაღაცა და მე კაცმა ესე იგი ფერმერი გახდა ამხელა რამეს მოაბა თავი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ რომ ესე უზარმაზარი შრომა აქვს ჩადენილი მე რომ ის ხო ასეთი სახლი მე ნამდვილად არ მინახია მე მგონი თქვენც არ გინახიათ მოდი ამ არა არსებობს მოდი ჩემო ვაჟა აი ესეც ნიჭია ესეც ნიჭია რომ ჩამოდიოდა პრემიერ-მინისტრი თავრობას რო სტუმრები ერთი წუთით რა ამერიკის ელჩი იყო ამერიკის ელჩი და სტუმრები რო ჩამოდიანო საზღვარგარეთიდან მიყავ თავრობას ამის ოჯახში ამის სახლის სანახავად მიყავ მე მამამის თამადა იყო აი სასაული ასე ვერ ჩაული ამას ახლა ჩემ ძმას ავთოს გაუმარჯოს ახლა ავთო ავთოს მართლა როგორ აღარა საკმარისია სულ არაფერი არ თქვა მართლა ორგანიზატორი და მართლა ახლა რამდენი მესხა ერთი წუთით რა ბიჭო მართლა ჯგუფხელი რამდენი ვარ და ვერც იხსენებენ ვინაა ჯგუფხელი მე ახლა იმედო დაბაბრალეთ მე არაფერს არ გაბრალებ შენ ნამდვილი ჯგუფხელი იყავი და ნამდვილად იყავი ჩვენ შორის ორგანიზატორი და ნამდვილად იყავი ლიდერი ნამდვილად იყავ მაგას არა ლაპარაკი ახლა მაგაზე დაანებეთ ზედმეტი თავდამლობა ისა და მეორეც მე რო ვიცი შენ პარლამენტის შენობაზე და რა მნიშვნელოვანი ობიექტებისთვის მოგიკიდია ხელი მაგას ნუღარ ვიტყვით მართლა და რა ხო და რაღაცა და ჩემთან ურთიერთობაში ახლა რომ შენ ჩემი ისახარ და მოგვივლია სად არ ყოფილვარ იქ უცხოეთში სადღაც ხო და ყოველთვის მაგს ვხარ შენ და გალბატონი მაია და რა ვიცი ეს ბევრი ადგილას ვიყავით კიდე უცხოეთში სხვა ქვეყნებში ყოფილვარ და მერთმა ესე იგი შენ ოჯახს მისცეს ის ბედნიერება და რა ჩვენი ძმა და ჩვენი პური კაცო აქვს შეგვარი ისეთია გაიგინება და კაი ხასიათზე დადგება ვინც გაიგებს ამის გვარს და თვითონც რო პურის მჭამელი გაიგაცია არის აგრესი კაცია იქ რომ მივდიოდი რაღაცა სახში რემონტს რო ვაკეთებდი პირველი კაცი ესე იგი მინდა გიდგებოდა გვერდში მთელი ეს ელიავა ესე იგი ჩემ გვერდში იდგა წადის გულისა რევოლუციას ვახდები მოგლეთ ძალიან მაგარი და ყველის მოგვიდა ახლა
ნეპოტიზმში 13 ბოლოს მეთქი და გავჩერდი. ამ ბუხელვალდას გავუვაჯებ ჩვენ ძმას. არის ჩემი ოზურგეთელი, არის მეზობელი, გურიაში მეზობლობა ითვლება 20 კილომეტრი თუ ხარ დაშორებული. მაინც მეზობელია. აქ ჩემპანიაში ერთ დღეს კარის მეზობელს ვერ ცნობს და იქ ესე 30 კილომეტრია ჩემი მეზობელი იყვიან და მოკლედ ამასთან ისტორიები რომ აქვს რომ ერთ დღეს მოვიდა მითხრა მივდივართ სად მივდივართ მეც არ შევეკითხე ჩართო ბუხელმანდი მარტო ერთი სიმღერა იმღერა გზაზე და ჩავედით რუსეთის რომელი ავის სოჩას გავწევ სოჩაში რაღაცა ერთი იმ საქმის გულისვარ ჩავედით სოჩაში და ჩამოვედით ახლა სოჩაში კი არა ეგარი გავიდით ვარკეთინის ბოლოში და იქ ხალი რაღაცა წავედით სოჩაში სიმღერას ძმა ჩემი მაგარი ბიჭია ამირან ძმაო აჭარა ეს გულია და ეს კაცი შენ ბოლოში იმიტომ რომ ახლა გამოტებული ვარ ჩაითვალო ზოგადად მიდიხარ ხო ამირანი არის ჩვენი ძმა მართლა პროფესიონალი მშენებელია მართლა დიდი კომპლექსები აქვს ორსა ხონდა ხო წითელი დიპლომი ავტოსო და ამასო ხო წითელი დიპლომი და ისადაც ის დიდი კომპლექსები ხო ბათუმში ცნობილი კაცია კაცო და უზარმაზარი ის აქვს რა ქვია ელბაკური ხო უზარმაზარი კომპლექსის ხელმძღვანელია და უზარმაზარი ის არის და რაღაცა სოფელი მაქვს მარტო ხო რა რა თქვი სოფელი მაქვს მარტო არაფერი არ მაქვს ხო არ გასცი არაფერი აი მე გასასწრაფო აი მე გამომიარე ამირან გამომიარე მე და გასასწრაფო ხო და მოკლედ სოფელში იყო პირველი ვიდე რომში მეორე კი ბატონო ცნობილია კეისარის სიტყვა ხო და ჩვენი ძმა ეს და დაბძენებული კაცია მაშინც ასე იყო არასდროს ეს პატარა ბიჭი მე არ მახსოვს შეიძლება არ ვიცი ახლა საწენის სათქმელია თორსა დაბძენებული კაცი იყო ამირანი არისო ის რაღაცა ტეკა კაცი ასე ბძენი კაცი ხო ბატონ ჩემაც მე ბოლო 3 წელია 4 წელია ვიცნობ მაგრამ კაცი ასე ჩაერთოს ამ ურთიერთობებში ეს ძალიან ძნელია რანაირი სისუფთავე უნდა ქონდეს რანაირი გული უნდა ქონდეს მე რაღაცა უცხო საზოგადოებაში რომ ვხვდები ვერ მეწერები ხანდა არის რა ყვავი ხო და ამ კაცმა ესე იგი აი ასე ჩაერთო ამ სიტუაციაში და ახლა ვეღარ ვაძრო ფისე რომ მე მგონია რომ პირველი ერთად სწავლობდი შექმნა მან ეს სიტუაცია ეს შეუძლია ჯება. ახლა ეს იმერელი ბიჭი კაცო, ეს იმერელი ბიჭი. მოდიოდა აქ ჩაჩქარა ლაპარაკობდა. ბატონი ლაპარაკობდა. არ გადაჩეულა. ოთხი ოქროს გადამამუშავე გაყანა რა უშავე. არა, რო ბრევია შეიძლება ჩამაგან. არა. ჩადლიზეჭა. დაგიდესაგები აი, ეს იმაშია. დიხამიცია ეჭუბება, რაი. ხო, ახლა ეს კაცი ჩვენ რო გვეღონარო. ჩვენ რო გვეღონარო. ხო, არა, დავკარგეთ ჯერეთი თუ ჩვენ ვიყავთ დაგარგულები. ხო, ეს ერთი. ხო და მეორე ჩვენ რო გვეღონარო იმერეთში რაღაცა ახლა იმას შუქაში ხიდი გაკავს და რაღაცა სახსაშენებს თუნდაც ჩასულა უზბეკეთში და ნახევარი უზბეკეთი ამის ეჩენებული ყოფილა. ეს ახლა იმერეთში კი არა, უფრო იქით არის სამცხეში ჩასულა კაცო და ამ ხელა რაღაცა უკეთებია და ახლა ესეთი ორგანიზატორობა უცხო ქვეყანაში იქ რომ უზბეკეთია ფინანსური ერთი რო შეგეშალოს სადა აზია ახლა ბიძაშვილი მამიდაშვილი ამას არ ყავდა რომ შეეშალა არა რაღაცა სტუდენტები წავიდნენ ვერსიმსიაში ვიყავი აჰა გვარით ვიყავი ბოლოში გვარით ხავთაძე ჩემს მე იყო ის ხავთაძე არ იქნება ბოლოში ხო ჩოგარი იყო კომისიაში აწვეჭე ხო ახლა მოდი საღამო ხო და ახლა ისე ბიოგრაფია სხვა რო რეზერვში ხარ კიდე კაი სამაგო კაცია ახლა ჩვენი ნამდვილად პროფესიონალი ინჟინერი მე მინახავს ვაკეში ყველაზე დიდი სახლები ხო სფერული ის დაუდგია ხო ყველაზე ნიშნები მაგრამ ამ კაცმა ახლა ფილოსოფიასაც მიხედა მე იქ შტაინერთან იქ ეზოთერიკი ის ისა და სულ სხვა პიროვნება შენთან დავისმერები წავიდა ფილოსოფიაში თორე ძალიან ჭკვიანი ბიჭი იყო სპორტი ეს არის ჩვენ ყველა გაზილი ვართ დიხამინჯიაში მაგრამ გვასწავლა ბოქსიდან მე დაიწყო ჩემი წარმატებები ძირითადად ბოქსში ძირითადად მოვიდა და ფერჩატკი ჯერ ვერც მივხვდი დაიყო ფერჩატკი ამიტომ უნდა ვიჩხუბოთ უნდა რა ვიფიქრე შენთან საჭულა მე ესო მეცნიერულად დავამუშავებო
მეცინებულად დავამუშავე. მე ამას წიგნად კითხულობ, შენ არ იციო, გაგალათლებო მითხარ. აი მომიყევი მე ვთხარი. მუხამედ ალიაო, კასტიუს კლეიო, თავსაც რო გააჩერებსო. რო დაარტყამნა, გასწევს, უცბათო კაცი შვილი ვერ ატყამსო. მე ასეთი მაგარი ვარო. ხოდა, მე არ ვარ, მე ვთხარი ასეთი მაგარი. რო კაც სახე დაუყენო და დამარტყას და რა ვიცინო. შეიძლება ისე წამოწყვიტოს. არა, მე ასე ვარ და ამას თანდათან შეგასწავლიო მითხარ. მაშინო, ხოდა, მაშინო მოდიოდო ვიბოქსოვდო და გაჩვენებ ჩემ მეტონს. კარგიო მე ვთქვა დატოვა სახე და უგლიჯე. ძანა მოვა. გადაკვდი და გავიგე. მე ვთქვი, რა ესო მითხა, რაღაცა შემეშალა. შეიძლება თეორიაში. მე ვთქვა, შენ თეორიაში ვარ. მე პრაქტიკოსი ვარ, მე ვთქვა. აი ხარ. ხოდა, მოკლედ, დავუაჯო სახე ამ ვიცი. მე რეზოლუსია და ახლა მივიდეთ. ჩემი რეზოლუსია გვაქვს ჩვენ კავშირები ერთმანეთთან და ამ მართლა საინტერესო ამასთან ინტელექტუალური საუბრები იმდეს კითხულობს ეს კაცი და რაღაცა. ახლა თამაზი ჯერ მართლა მასწავლებლები ვახსენეთ და ახლა როგორი რამე თქვა მასწავლებლები ჩვენში რა მოვიფიქრეთ, დიდხარ ფიქრობ ამაზე. ხო და ახლა ბოლო რამდენიმე წელია ახლა ისე კარგად ვერ იყო ჩვენთან ჩართული, მაგრამ რომ ჩაერთო როგორ ჩაერთო. რა სიტყვა შემოიტანა. რამხელა სიტყვა გვაგდა თურმე ესეთი და რამხელა გვაგდა და შეიკლა ესწრე და მოდი ამ შეკრულ წრეს გავიმარჯვოს თქვენთან ერთად მეც ერთი პატარა წევრი და ვიყოთ ასე და სანამ წუთის სოფელი რაღაცას მოგცემ ჩვენ ამ წუთის სოფლს გვეცოცხლოს და ვიყვარდეს ერთმანეთს. აგლოშავ პერიოდში ორი ახალი მეგობარი შევიძინეთ. ჩემი ჯემალი და კიდევ ჩემი ჯემალი. მიყვარი მატიზაცი. შეიძლება კიდე მეოთხე და ჯემალი. ეჭვის თვალი მიყურებდა ეს კაცი ვინ არის ამას რა უნდა იმის არ იყოს ის არაჩვეულებრივ გამოფენაში ციცილები რომ მოიყვანა ეს მეტა ვინ არის ბოლოს უყურე შემოიცალა. მე თქვენთან ერთად ვზივარ. სანამ ცოცხალი ვარ და აქ ვიჯდები არცაც წამსვლელი არა ვარ. მე შემოგედა. ჯემალ შეგეუნები განსაკუთრებით, იმიტომ რომ მე ხელზე ესე მჯდარ ვარ, გაიგე? აიმანები გაიგეთებია. აი ამბავი გესმის და კიდევაც აი შენი შვილები გარშემო გასკენ და ჩემი შვილები ეგ არიან შორ, ჩემი კარიელი, ჩემი ვაჟად შვილები ეგ არიან, ამირანის იმ ერთხელ როგორ მე ეს უცხოელები ვაკ შევკრიბოდა იმათან მიწის სურნელი და გემოვანახო მე ისინი ამას აღარ დაკარგავენ მე ესა მჯერა. როცა ხონდა კარავო სიმდიდრე ჩვენ ხერხად. აჯობია. რა ვარ დავეცო? 50 იყო 51-ზე მაინც აქ მოვიდა 12-ისა რა. გაუათასდეს სიცოცხლე საზემზესა და მთვარესა. უხვათას ზღვნიდან წყალობას ამ ჩვენს დაჩაგრულ მხარესა. ჩვენც მსხვერპლი ძალმომრეობის წრემს აღარ უღრიდეთ მწარესა. ჩიტების ტკბილი გალობა ისმოდეს ყველა მხარესა. ამოდენა ვინარე როგორ გადმოიარე შენი ნახვა მინდოდა აღარ დავიგვიანე ამოდენა ვინარე როგორ ეს სიმღერა შესულა ჩემს საპატივცემულო. ესე იგი, ელისოში რო არ ვარ, ვიცვალებულია და თან ღერია. ამიტომ ამ ქართველ კაცი გადაარჩინა, რომ მას ყველაზე დიდ ტრაგიკულ მომენტში შეეძლო, რომ სულის ოპტიმიზმი ქონოდა და დეპრესიაში არ ჩავარდნილიყო. თუნდაც ის ფეხბურთი ხო სიმბოლურია, მაგრამ
ქვეყნის რაღაც სახელი. თუნდაც ეს სიმღერაც შეიძლება ახლა ჩვენ უნდა ვტიროდეთ რომ გაიაზრო ყველაფერი მაგრამ ადამიანი ჭირდება სულს მაჟორული ამიტომ მე მგონი ერთი სადგერძოლო აუცილებელია იმიტომ რომ ესე იგი ჩვენ რომ კიდევ ვიმეორებ ჩვენ რომ დღეს არ გადავყარებულია ჩვენ რომ დღეს ეს ნობა შევინას ჩვენს არ პირველი და პირველი ჩვენი წინაპრების კვალი არის დიდი წინაპრების და ვის პირველი ტაძარი ააგო ვის პირველი სახლი აშენა ვის პირველი წიგნი დაწერა და ყველა ის პირველი და შემდეგ რომ თაობები მოდიოდა, აბა ერთით ძაგვი გაწყვეტილიყო ჩვენ თუ ვიქნებოდი და იმ ადამიანები არიან დღეს სამშობლოს, აი ყველა გოჩი შემომისი სისხლი ამოთუხდება, აი სინაპრები არიან და თქვენ წარმოიდგინეთ რა ცნობრივი ძალა უნდა ქონოდა ამ ხალხს და მე რომ ამათი გმირობის მაგალითები მოვგნი, თორე ჩვენი 10 დღე არ ეყოფა ამას. ის მაგალითები, რომლებიც ჩვენთვის ცხოვრების და ზნეობის მაგალითი უნდა იყოს და ორ სტროფს ვიტყვი ახლა ერთი ვაჟავშაველა როგორ ამდენს წერს ერთი სტროფია სულ შვიდობით ჩემო ქვეყანაო უფალი მიწევს შორდები თუ რამე ვალი მიმყვება იქიდან გაგისწორდება ანუ ადამიანი გვეუბნება ჩვენ რომ საფლავიდანაც ვიფიქრებ და ვილოცებ შენზე და ახლა მე ამდენ გადაგვარებულ ქართულს რო უყურებ 10 ჯერ მეტი არ არის სასაც საქართველოში ვაჟა და ილია და ჩვენი ცოტნე და ჩვენი თევდორეფლელი აკეთებდა და ასე ათობით და ასობით და მეორე ტიჩიანტაბიძე ამბობს წინაპარზე და მე არ ვიცი შიდან მოვედი რომელი ქვეყნის ცხელი მზე მწვავდა მე დიდი მყავდა წინამორბედი მაცხოვარს ხავდა და მოდი ბიჭებო მაცხოვარის და წინაპრებს გავმართოთ მუხლი წამოუდგეთ ფეხზე და მათი სახელის ხსოვნა ვთქვათ ირება მოსახელს ირება არ დაგვევიწყებიო ამინ ახლა პირადი ერთხელ კალაკურში ვიჯექებო. აი დაიწყო თავის შეგვიძლია. ერთი წუთით. ეს დინამიკას შემო. ერთი წუთით ახლა. ერთი დიდი ფილოსოფოსი მეცნიერი ამბობს რომ წიგნები რო არ ყოფილიყო ხსოვნა არ იქნებოდა და ხსოვნა არ იქნებოდა ისტორია არ იქნებოდა. მაგრამ წიგნებთან ერთად შემოვიდა კიდე სხვა მომენტი ეს ცივილიზაციას მოაქვს ეს რომ ყველაფერი ეს გოეთელონდას წამოგაჩერდიოდა ვერ ვაჩერებთ წამს რომ კაცობრიობის პრობლემა რომ ჩვენიერი ხალხი წამოშეჩერდი და ვერ აჩერებ ამ წამს მაგრამ ხელოვნება მე შემოიტანა ტექნიკა რომ შეიძლება ჩვენ დაგვაჩეროს ვიზუალურმა ხელოვნება და მე მინდა ერთი კაცი საზღეწოება და ხო ჩვენ საზოგადოების ოპერატორი ეს კაცი დაბევა მაგას როსაკარ გავგაცო გაჩერდი კაცო ჩემი მარჯვენა ხელია იმიტომ რომ რას ხოჭი შემოწმები ესე იგი რასაც მე ვაკეთებ ყველაფერი წალს გაყდება რომ ამ კაცმა ისტორიას მე როცა ჩემი ზვალი არ იქნება და რაფერი არ იქნება ხო ყველაფერი ეს ისტორიას შემოუნახოს კი ბატონო ამიტომ ამას ჭირდება ჩვენ რომ ახავართ ახლა ხომ რომ ჩვენმა შვილიშვილებმა ეს ნახოს ერთი წუთი მაგრამ ეს ადამიანი ვიმეორებ და თვითონ მე თავის სადღეცოლოში მოკლედ ამ ამბავს რომ როგორ და ესე იგი მოიფიქრეს ეს და დაავალა მას გონი აზერბაიჯანის საზღვართან ხო? იქედან წამოვიღეთ რომ ხალხიშვილი იყო ასე ძალიან დიდი
სახელი შემახსენე? თამაზი რაიკომის დივანი. ხო, რაიკომის დივანი. პატიაშვილის დროა. ხო, წიგნიცა თამაზ ქეფიშვილი, რომელსაც მოიფიქრა, რომ ახალი სოფელი ყოფილიყო და ამით დემოგრაფიული მდგომარეობა და საწვისპირა მდგომარეობა და ამ სოფელს გაერქვა ერის იმედი. სუბთა ტერიტორია იყო არაფერი არ იყო იქ და შეიქმნა წყინვალე კომერცია. და მე ამაზე და კიდე სხვაზე წიგნია გაწერილი, ფოტოშოპის გოგოლაშვილს და არაბულს. გოგოლაშვილს და ხმალაძეს მოყავს და ეს კაცი არის იმ წიგნის პერსონაჟი. იმ კოლმევნობის პირველი თავმჯდომარე იყო. პირველი თავმჯდომარე იყო. მე შემოვიდა ქართულ კულტურაში და ახლა ეს ჩვენი ეს მომღერლები რო არიან, ვინც არიან ახლა თუსაც ჩვენ ვიცნობ თათაშვილები, ერგემიძეები, ესპაჩალები და მთელი ეს შემადგენლობა ვინც ახლა ჩვენ ისინი აი ამის მეგობრები არიან და აი ყველა კონცერტებსაც ფილარმონიაში ხდება ამ ადამიანის ხელით რასაც მე ვუყურებ და მე მინდა ჩემი დავლოცო ახალ მოსახლეობა დაიწყო და ახლა მეძლევა საშუალება რომ იმ ახალ მოსახლეობა დავლოცო. იქაც დავლოცო, რა თქმა უნდა, ამავე რაზეა ლაპარაკი, მაგრამ წინასწარ უკვე მიდის იქამდე რომ ის აკეთებს ახალ სახს აშენებს და დაულოცავ კერიას, დაულოცავ შვილებს, ერთგული კაცია და ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად რაც მიყვის ერთგულება მიყვის. ერთგულება მიყვის. ძირფასი ადამიანი. უმადურობის წლებია უკვე ჩვენ ერთად ავართ და ჩემი ჯობის ჯემალიც ეს სწორედ ამ საქმეშია. დღეს კიდე იმ ხელა დიდი საქმე გავიკეთეთ სუპუშა ჩვენი ჯემალისა მიშა ელიაშვილი და დაიწყეთ ერთი კაცი კიდე შემოგვემატება. აჰა ჩემოჯიბალ ძირი ეობით კაცობით აი დიდი იმით თურმე ჩვენ ერთად გავიტარებია სტუდენტობა ერთი სართულით მაღლა თქვენი ყავით ნახევარი საფეხურებით ყოფდა იქ ჩვენიდან რომ გავდიოდით და აქეთ ჩვენ ვიყავით ერთად სწავლობდით და ერთელი ისტორია ერთად მიდის ანუ ისეთი ხალხი შევიკრიბეთ აქ ერთად რომ გამოვიარეთ ერთელი ცხოვრება და ორომტრიანი დიდი მადლობა იმისათვის რომ აი ახლა აგერ ჩვენ გვერდში ხარ და ასე ლამაზად გავატარებინე დღევანდელი დღე რომელიც დაფიქსირდება სამუდამოდ გაიხარე რა თქმა უნდა ცისმა ჩართელობა ბედნიერება გამრავლება და გახარება შენს ოჯახს და შენს მეობას და კაცობას იცოცხლეთ გაიხარე შოთა ახე მადლობა აჭარაში მასწავლე შოთა არ დაგავიწყე ვიდაყე ვინ არის ეს შოთა თუნო რუსთაველი ამობს ადაეცი მიშაელაშვილო აგიხსენებს გოგო სუმბუშად აგიხსენებს ათქო კვიდრი ბიზაშვილია კაცო კვიდრი ხო მოდა მაშინ გერმანული ახსენებ გერმანელი საკუთრებას ჯობანა გერმანული გაიხარეთ ალაზანი იყო გადავარდა ერთხელ ჯებირი გადახეთქა და 1000 ჰექტარი მოაქცია აზერბაიჯანისკენ და მე იქ სოფელი მოვიგონეთ ავაშენეთ ვითომ ჭირდებაო და შევუერთდეთ საქართველოს ხო და ეს მიწა დავაბრუნეთ რა ერთი რო დაეტრევა თანადგომისთვის, ქართველობისთვის, ერთი ქვეყნის შვილობისთვის და რა ვიცი, ყველაფერი. გაიხარე. რომ რაც შეგიძლია ისიკეთეს რომ გასცემ. უცხო ფაჩხა ძირკაძეები მთელი ის ხალხი ჩავიყვანეთ მაშინ პირადად მე ის რომ მოხდა ზვავები. სულ დღეში ვიყო დათო მადლობა მოგდე კაი კაცია შეგენაცვალე უკვე აურია სუფრა მასოს ის ამავე ჩემო დავიტო ლექსი რომ მომიძღელი ტარო ტარო რაღაცა რომ ცხოვრებაში თავის გაატარა დიდი პოეტი გალაქტიონ წაბიც მაგრამ ჩვენთან სურაზია ჩვენი დავით აკიძე ყველა სუპერ პოეტები დაგმესაო შენი სოციალი შენი შვილები შენი ყველა მადლობა მედიერება ჯანმრთელობა გახარება კიდევ
თავაზი მითხრა ჯემალი ხო იცი? ავსო ჩვენი ოჯახების სიკეთით, სიმდიდრით, სიყვარულით და თქვენთან ერთად ყოფილიყავით სულ და მომავალ დიდ და გამარჯვებულ შუალედით არ იყო. საქართველოს გაუმარჯოს დიდ და ჩვენს აუცილებლად საქართველოს ოჯახებს გაუმარჯოს. ჩავწერო. შენ მარტო ხელოვანი